ეპიზოდი 35 ან 36 ეპიზოდი. სალამი გაიზ, როგორ ხართ? რა მოხდა თავარი ჩვენი მისვერე? მოკლედ თავარი მოხდა, რომ ესპანეთი გახდა მსოფლიო ჩემპიონი, ჩვენი ბოლო ეპიზოდის მერე და ჩვენ ბოლო ეპიზოდში ჩვენ ბეთები გვქონდა, რომ გვეცვა დაკრებების მაიკები და ესე დავარდა ვარსკვლავები, რომ მე მეცვა მოკლედ ესპანეთის მაისური და ამათ არა აქვს მნიშვნელობა რა მაის ძალიან მაგარი ვარ და ხო, მოკლედ ეს ისე პატარა მე ფინალშიც მაგთამაშს მივხვდით წურავდი არგენტინას რა მაგრამ ძალიან დრამატულად ეს არგენტინას წურავდი რა თქმა უნდა რო გაეტანთ ის რაღაცა ერთი მომენტი რო ხონდათ ხლა რომ წარმოგიდგენ აი როგორი უსამართლობა იქნებოდა მაგრამ იდეაში არგენტინას მაგაზე მოკლედ კვირას ხო იყო ფინალი რა და ეხლა რაღაცა ძალიან დაღლილი ისეთი კვირების მერე ხო გაქვს ხოლმე რაღაცა რომ შეიძლება ვიკენდზე დაждდა და შემპიონში რაღაც პატარა რაღაცა დაკოდო თუ რაღაც გააკეთო რა ისე რომ აი არაფერი ხო აი ყველაფერი დაკოდო ყველაფერი ჩემი დამიტო ყველა notification და რაღაც ერთი 5-6 საათი და ჩაუვდე და რაღაც შაბათი მე მგონი ეგეთი ხო შაბათი იყო და კვირას იყო ფინალი და რაღაც გაკეთება მინდოდა და ფიქრობ რა გავაკეთო და ნუ ესეთი ის მქონდა რა რომ აუცილებლად ანუ ერთ დღეში უნდა ყოფილიყო დაშიყვადი რა რაღაც ძალიან მარტივი ძალიან გამოყენებადი და რაღაც ვიღაც ხალხს რაღაცა პატარა engagement traction-ი უნდა ქონოდა და ეხლა ვფიქრობდი მეთქი რა გავაკეთო თქო რა თამაში გაგწერია თვითონ ეს უნივერსიტეტში breakout-ს თუ არ ჩავთვლით გული თამაშია ხო შეიძლება დაწერე რაღაც ჯეკა რაღაც თამაში ნუ ეგ ჯეკა და პონგი მას დაწერილი ეგ მაგ დაწერილი AI-ს ჯეკა რა იყო აი ჩავკარელი სტრეინფორდსა კარელი რომელიც გასწავლის პროგრამირებას ესეთი პატარა საიტია სადაც მარცხენა მხარეს არის ედიტორი მარჯვენა მხარეს არის პატარა სამყარო სადაც ძაღლია და სადაც ყრია ძვლები და შენ ამ ედიტორში რაღაც პატარა ბრძანებებით უნდა ასწავლო როგორ შეაგროვოს ყველა ძვალი ამ ძაღლმა და ჯეკა დარჩეს ფუნქცია ფუტბოლ უნდა ფიქბოლ იყო ფუტბოლ turn left turn right ეს one shot-ებს counter strikes Facebook-ში და ხო ნახოთ აჩვენ რა გააკეთა ხო კაი ანუ როგორც ხოლმე ძალიან მაგარი საქმე გააკეთა ანუ კონტექსტი არის ძალიან კარგი რა ხო და ნუ პირველი ხო იყო რაღაც ისეთი შტერული თამაში უნდა ყოფილიყო რომელიც engaging იქნებოდა რა და ახლა მეთქი აი ყოველს ვეკითხები მეთქი რომელი ეგეთი და ამომიგზავნა რაცა კატის თამაში არის ძალიან სწორია კატას გარჩე აკლიკებ და ეს კატის სურათი იცვლება პირს აღებს რა და მილიარდობით მომდერეთ რო არის რაღაც ქენია countries are competing და იქ წერია რომ რაღაცა მექსიკას მილიარდი კლიკი აქვს და აუტიბენ ეგრეა და ქვეყნები ჯიბრებიან რა და ვა მეთქი თან ხვალ ფინალია და დავაკეთე ესეთი მესი ვსი ямალ com იყო რა და ირჩევდი ამ მესისთან ямალს თან რაც კაი მუსიკა იყო ყველა მე მითხრა რაც ყვებოდი და არ ჩავტიფს აკლიკებდი მესისთან ямალს და იქ ერთი იყო საერთო total counter-ი რა და პროსტა ქულებს ინსტანტზე იყო ხო backend-ი იყო ინსტანტზე მაგას ვიტყვით ახლა კიდე და ანუ actually ფინალის მერეც ძალიან ბევრი თაფი ემატებოდა და რაღაც 70000 თაფზე არის გაყინული რა ანუ ხალხი აჭერდა ვისკი ხალხი აჭერდა ჯიუით არა ხალხი რომ უსროა FIFA-ს ჩააწყვეტს. ანუ ეხლა ხვდები რატო აწყობდა FIFA-ს რომ ფინალი ყოფილიყო Messi versus Ronaldo. იმიტომ რომ ანუ Messi versus Yamal რა. ერთი ორივე ხალხს ეოსება. და ისეთ დადებული არის. ეხლა მე ხო იასნია ძალიან ბევრი თაფი მქონდა 1000-მდე რა. მაგრამ ვიღაც ტიპები გაიჩისდნენ 1000 ტაპით. ეხლა წარმოიდგინე ვიღაც ტიპი შემოდის იმაზე საქმე არა აქვს. ანუ amplify იქოდა თუ მართლა 70 არა მართლა ეგრე იყო და 300 კაცის რაღაც 160 სესია იყო თუ რა თუ პირიქით 160 კაცის 300 და როგორ უნდა დაამარკეტო ეგეთ რაღაცა აი ზოგადად ანუ კაი სკილი არის ჩემი აზრით ახლა აქ ამერას ვიჭრა გასაგებია რომ ვიღაც შეიძლება ვიფიქროს რომ ეგრააპია მაგას უცებ გავაკეთებ ხო და ალბათ შეიძლება სკილი აქაც დაიჭირო აი რომ რაღაცა რო არის ტრენდული და ჰაიპში როგორ შეიძლება რომ აქედან ვიღაცების ყურადღება მიიზიდო შენს აპში და მე რაღაცა შეიძლება დააკონვერტირო ხო ანუ მე ეგ არის დღეს მთავარი ხო იცი attention is the like capital თუ როგორ ხო მე რაღაცა ძალიან ის მაქრო attention is all you need არის ხო თოშო ანუ რეალურად პატარა deadlines თუ დაიწესებ რა ეხა უკვე რა თანამ AI-ით კოდის წერის ამბავში რომ მართლა შეგიძლიათ ძალიან პატარა რაღაც თულები და პატარა აპები მინი აპები მიკრო აპები აკეთო რომ რამდენიმე დღეში და შეიძლება ერთ დღეშიც რა ანუ ძალიან მარტივად რომ ეგრევე engagement-ი ნახო რა და ეგ არის ძალიან სასიამოვნო პროცესი რომ
ვიღაცა შემოდის და შენ სისტემას სუნდაც სულელურად ეგრე. მაგრამ თუ კიდე მაგარ ველიუს შექმნი, ვაფშე მაგარია რა, იყენებს რა. სიამონა დოპამინისთვის კეთება ცოტა ისეთი არის, ჩიპ არის ხო, მაინც მან რამე ღირებულს თუ ქნება, ბაზარი არა, make sense რა. ეგ შეიძლება ხა ამის კაი მაგალითი ვინა ეგეთი რაღაცების level-io რო არის. level-io ეგეთი. მაგალითად თავიდან AI და რაღაც image generation-ი შემოვიდა, მაშინ ძალიან ბანძი იყო რა, ეხა რა გააკეთა, ჩვენ სურათებს რო ატვირთავდი და გაძლევდა ფოტოგრაფის ლეველის პროფესიონალ ან იგივე საკეთებდა ინტერიერის დიზაინზე რა. მოდი ეგ იყო ალბათ ერთ ჩვენ რომ დავიწყოთ პოდკასტი 1-2 წლის წინ ხო? და ეგ იყო ზუსტად რომ მაგის გორამდე აკეთებს ეგ საიტი. დღემდე? დღეს არ ვიცი ხა ChatGPT-ში ჩავუწყდა. ხო? და მან საინტერესო thread-ი იყო სხვა შორის ეს დადო რა დემო ვიდეო, სადაც უკვე ვიდეოს editing-ი შეგიძლია და რომ ვიღაც ჰაკერა გაიმიოს და უკომენტარა რომ ეს GLV GPU acceleration-ს იყენებ რო აქ რო კარგად და მე რა ვიცი ხო? I have no idea. ისა ინსტანტიც ვახსენეთ ახლა წერან და ანუ ძალიან ესეთი ბევრი მიკროაპები რაც ვაკეთებ ხოლმე ყველაფერი ინსტანტზე მქონდა რა და ნუ დღეს კაკას რაღაც დაენაუნსეს რომ რაღაც ესე მოვიდა რა instance is sunsetting to instance sunset რო ანუ აღარ აექსეპტებენ subscriber-ებს რა ანუ აჩერებენ და რაღაც წარმატებები უსურვოთ ძალიან საინტერესო პროექტი იყო რა ძალიან ის აქტიურად ვიყენებდით სხვა შორის ინსტანტი ჰაკათონზეც იყო ჩვენს და ხო მოვიკითხოთ პირველ რიგში და მეორე რიგში ცალკე landing page-ი რო ხდებოდა და ჰაკათონიდან რო შედიოდა. ანუ ძალიან ისეთი მაგარი ამბავი იყო და ეხა ჰაკათონის დავაენაუნსოთ. იმიტომ რომ ოქტომბერში წელსაც გვექნება Hacktoberfest-ი. სუსტი ვიკენდი და ლოკაციაც მალე დაგაენაუნსებთ, მაგრამ Hacktoberfest.gz-ზე შეგიძლიათ შეხვიდეთ და უკვე დარეგისტრირდეთ და ჩვეულებრივ დაელოდოთ სიახლეებს რა. ვისაც არ გახსოვთ Hacktoberfest.gz-ზე იქნება შარშან ანუ რამდენიმე დღეში 1000 კაცი დარეგისტრირდა და ანუ ყველას ბუნებრივად ვერ მივიღებთ, ამიტომ მეზინდა თიჩქარეთ, ჯერ არ ვიცი როდის იქნება, მაგრამ სავალო სახელი გვეუბნება ოქტომბერში იქნება. სად იქნება, არ ვიცი და თემატიკა არ ვიცი, მაგრამ Hacktoberfest-ი არ ქვია. ნოემბერში. სამ დავაენაუნსებთ რამე ისთერგი ხوار დავტოვოთ საიტზე, სადაც ეს date და ლოკაცია წერია, მაგრამ თუ რაღაც წები არ და decrypt და რაღაც ვერ ნახ. კაია. და ეგრე Fable ხო. მითოსზე თუ აქვს. კი მითოსზე ეგრე ქართველი ჯიგუტა. სპეციალურად levels იმაზე რომ ამბობთ ხა პატარა. აი ეგეთ რა ქვია იმ სტარტაპს ჩვენ რომ ნახეთ. ანუ ეს level-io-ს ვახსენეთ არის ტიპი Twitter-ზე აქვს level-io ეგინა ეგეთი ასე ვთქვათ indie hacker-ი. ხო. ეს ვიღაც მარკ ვიღაცა მეორე არა ეგ მარკის არის founding dev არის მოკლედ ეგეთი founding dev ქვია. და როგორ რაღაცა აკეთებენ? ის შედიხარ და გეუბნებიან რომ აი კალენდრი, CRM-ი, HubSpot რაღაცები ხო არის common ისინი. ესენ გეუბნებიან რომ მოდი ჩვენ დაგივაიბ კოუდებთ basically მაგას გულისხმობენ. იგივეს შენ მოგცემთ. ანუ subscription-ში აღარ გადაიხადო საათს. ანუ კალენდრის აწყობას მართლა რა უნდა რა? ეხა. ანუ cloud.com-ი საკმაოდ complicated რაღაცაა. აი ეგ ის თემაა რომ აი რა არ გინდა რომ დაგიფეილდეს არასდროს. აი ხა რაღაც sales call-ები რო გახდა. ასან cloud.com-ის subscription-ი ჩვენ გავაკეთეთ. Headroom-ს ჩავაშენეთ, თავისი availability-ებით, schedule-ებით, link-ებით. მე არ ვიცი რა სხვაობაა კალენდრისა და მაგას შორის. ანუ cloud.com-ი open source-ია, თან უფრო ანუ SDK თავისი. Closed source-ი გახდა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რეგისტრაცია ქონდა და ძალიან ბევრია და closed source-ზე გადაკეთდა. ანუ უფრო embeddable კალენდარის solution-ია, რომ შენ რაღაცებს software-ში ჩაინტეგრირო კალენდარი ვაფშე ეგ არის ეგ Calcom-ის ალტერნატივა. რაში ვიყენებთ ხო ახლა მაგალითად მე ვიყენებ რომ თქო რაღაც ფიჩერი გავუშვი და ვიცი რომ ამ users უნდა და ამ users მიწა რომ იცი აი გავუშვით მაგატესტე თუ რომ მიკითხები იქნება მაგერ არის ჩემი ლინკი რომელზეც შეუძლია დრო აირჩიოს და დაიმბუქოს call-ი და მე ვისაუბროთ ან სულ ეგ არის cloud.com და მართლა ძალიან მარტივად ჩემს ანუ scheduling და მაგის ინტეგრაციები და automation-ები და რაღაცები ჩემი აზრით არავის უნდა და თან საინტერესო ის არის რომ მაგტივთან რომ მიხვალდა ეტყვი რომ cloud.com-ი და მე ვაიფხოდეო ანუ ყოველ ჯერზე თავიდან აკეთებს ანუ internal cloud.com საწყობს თავიდან ანუ არ ვიცი და სხვა ეგრეა DHH-ი
ერთჯერ development-ის ფისი ხდით დაძლევენ რა. აი ხო არის pricing არ ვიცი ანუ მაგრამ იღაი საიდან NVIDIA ძალიან ცნობილი ის გახდა რა მაგრამ და უბრალოდ მაგიდან ძალიან ბევრად მასე hacker news-ს ამოაგდო ძალიან ბევრჯერ რა და საკმაოდ ისე მაგალითად traction-ი აქვს რა ალბათ რაღაცა გაკეთებულები კი ანუ ნუ ტესტიმონიალებს უწერიათ რა საიტზე რა ვიღაც კომპანია რო ეხა თავის მას იყენებს მაგრამ მე ხო რამდენადაც ვნახე მაინც როგორც გავარკვიე ის არის მინიმალური ფუნქციონალებია მაინც რა ანუ აი რაღაცეებში არის ცოტა high level ფუნქციონალები აი basic კალენდრის ფუნქციონალები basic ერთ user-ზე გათვლილია scalable და კი ზუსტად რა აი Slack-ის აი რაღაც მე მგონი თოქი არის რან ის ჩარტი არის რომ Slack-ში notification-ი გამოგიგზავნოს თუ არა კი როგორ რა decision ის არის რა არქიტექტურა ხო trace-ი რო ნახო შენ notification შორის ანუ მაგას ამბობდა DHH თუ იცით ან DHH არის ვინც თავზე Ruby on Rails-ი და Basecamp-ი გააკეთა და დღეს შეიძლება იცით Omark-დან ან იქიდან რომ 24 საათიან Layman-ზე იღებს მონაწილეობას Shopify-ის CEO-სთან ანუ DHH-ის კომპანიას ქონდა once.com ეგეთი ის რომ ანუ you pay once და you have the software და ერთ-ერთი ანუ შენ ის ქონდათ რომ აი Slack-ს მაგალითად თავისი Slack-ი აქვს თუ არ ვცდები არ ვიცი ესე მაგის მე არ გამიგიათ მაგრამ აი Slack-ი ძალიან ძვირი ღირს რაც უფრო დიდი კომპანია ხარ რა და აი ჩვენ უყიდითო Slack-ო ერთჯერადად იყიდი და გაქო მაგრამ მაგათი Slack-ი წარმომიდგენია ასაშნელება არის არა მე რა გაკეთებული Slack-ი აი ეს Slack-ი რა არის ის რა თავი იცი მე რომ ანუ X-line თემაშენ არგუმენტად მოიყვანე რომ ანუ ფაქტობრივად ხო ეს იყო რომ ლოგიკა რა უნდა იყოს ახლა დავაკოდებული messaging tool-ი Slack-ი რა ხერამდე კომპლექსური არქიტექტურა Slack-ს იმიტომ აქვს კომპლექსური მაგრამ SaaS-ი რო არის მე მარტო ჩემი 50 კაცისთვის რო მჭირდება ვაფშე არ მჭირდება ეგეთი არქიტექტურა იდეურად რა ანუ მომენტ შეიძლება მართლა ბევრად რეალისტური იყოს ჩემი Slack-ის გაკეთება ანუ ვაფშე Q-ს არ მჭირდება პოტენციურად მაგრამ ის რომ მაგალითად Slack-ი რაღაც პოტენციურად მე მთლიანი კომპანია დგას literally და ანუ მანდ რომ failure point იყოს ზიანე კატასტროფა არის ეგ არგუმენტიც ვესმის მაგრამ უბრალოდ ისეც არის რა რომ ანუ აკრას არ გჭირდება ეგეთი კომპლექსური არქიტექტურა იმიტომ რომ ერთ კომპანიაზე შენთვის აკეთებ რაღაცას რა ხო ეხლა მე მაგის მიტინგების პლატფორმა ინსტანტზე და speaking of failure points ანუ ეგ არის რა რომ რაღაცას იყენებ და ცოტა fragile რაღაცაზე გაქანს შენ in-house შეიძლება ექსანდოობის მე არ კონდეს რა ანუ ანუ safe არისო რა რაღაცა რომ არ იმუშავებს მე და ახლა მით უმეტეს პატარა კომპანია თუ ხარ და სტარტაპი ფოკუს მნიშვნელობა აქვს და თუ იმ პრობლემას აჭრი რომელიც ყველაზე მეტად საჭიროა რომ გადაჭრა აქ ფულს იხდიან მართლა ხო და შენი თავის messaging გაფწერ ხო შეიძლება არ იყოს და მაგაში ხარჯავ დროს რო რა სო Discord-ი გამოიყენე და ყველა Discord-ი real time ანუ კაი პოსტი არის Twitter-ზე ეგ რომ დაიგივაი კოდებთ ის აჯერდი ახალიან არის რავი ან software development-ი რაც მილიონი და მას შემდეგ რა არის მაშინ ანუ ვიღაც უნდა გააკეთოს აი როგორც ლინიარმა გააკეთა Jira-ს რაც გაუკეთა Jira-ს ასე ვთქვათ ხო ანუ ლინიარმა თქვა რომ აი Jira-ს გაუკეთა ანუ Jira-ს ეს უდიდესი პლატფორმა რა მეც აღარ ვიტყვი ეგეც სიტყვას რომელიც ძალიან დიდი კომპანიები იყენებენ და ლინიარმა ალბათ 10 წელს წინ იყო თქვა რომ no like ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ უკეთესი Jira და დღემდე რეალურად ვერ ჩაანაცვლეს ესე Jira იმ კომპანიებში აი ხა უახლოვდებიან იმას რომ ეს ოკეი ანუ შეიძლება დღეს 10 წელს მაგივრად შეიძლება 3 წელი დაგჭირდეს თუ ეგეთი მაგარი ფაუნდერები გყავს და ეგეთი მაგარი კულტურა და შემდეგ მაგრამ ცდილობ ხა მაგის პრომისი ხო რავი მაგრამ ყველაზე მარტივი ჩვენ რაზეც გვაქვს შეხება ყოველდღიურად GitHub-ი ვერ ჩაანაცვლა ვერავინ ამდენი ხანია და კურსორი Charlie Chops მაგრამ ყოველდღიურად არის ხო ხა ხდება GitHub-ზე რომ ანუ მიმი არის რაღა მიმია რეალობა GitHub-ი კვირაში 1-2 ითიშება საათი ეხა კომპანია one nine company და რეალურად ყველაზე კაი ახსნა რატო ითიშება არის რომ ბოლო რამდენიმე წელიწადში აგენტები GitHub-ზე იმდენი კოდი კომიტდება ყველა მხარიდან და არ მარტო კოდი რა database-ზე შეიძლება გამოიყენო რაღაცებისთვის ვერ უძლებს მაგათი სერვერები ძალიან მარტივი ახსნა აქვს რა და ხაზზე გადაიჭირ ეხლა იმათ პასუხი რა არის ვიღაცებმა დაიწყეს რომ GitHub-ს აქვს ამიტომ ჩვენ იმას ვქნით მაგალითად კურსორმა შექმნა და კიდე პირ ესაც
code.storage არის რა და გადაობა რაც არის აი ორივეზე რომ შედიხარ მინიმუმ მე მგონი $20 უნდა გადაიხადო რომ ვაფშე გამოიყენო ხო და ანუ იდეაში GitHub-მაც რო თქვას რომ ანუ $1 იღებს კოდის ატვირთვა ეგრევე ანუ uptime-ი სკეილი რაღაც 30x grow ნახეს ვინმე გინახავთ აი მე ადრე მახსოვს აი კიდე მეგონი enterprise-ები Bitbucket-ს და რაღაცებს იყენებენ რა Confluence-ის სასწავლად. მე არა ანუ ხალხი რო ახლის გაკეთებას ჩაიცავს და Bitbucket-ს აზრად ვარ მოიღო. Bitbucket-ი ვინმეა რა წყალში. GitLab-ზე ეგეთი თემა GitLab-ს რა დაემარ. GitLab-ი ჩვენ ყავდა ერთი ლექტორი უნივერსიტეტში. მეგონი GitHub-ი არის ხო და GitLab-ზე ატვირთე თუ გვეუბნებოდა და GitLab-ი hosting ვარიანტია, Bitbucket-ი ვინც JS იყენებს იქვე არის. Slack-ისთვის Mattermost-ი რაც არის. self-hosted GitHub. იდეაში GitHub-ის self-hosting შეიძლება, მაგრამ ბევრად დიდი scale-ი გჭირდება მაგისთვის და მოკეთ, მაგრამ ეხლა რა ბოლო პერიოდში ხშირად ისმის ეს თემა software factory-ების რა, ლაიკიად. ანუ software-ის ქარხნების და მით უმეტეს dark factory-ების, ანუ ის factory-ები სადაც შუქი ჩამქრალია, იმიტომ რომ შეგ მარტო მანქანები მუშაობენ და ანუ ადამიანი არ არის და შუქი რატო დაანთ რა. ანუ ეგეთი მაგალითად Amazon-ს აქვს მე მგონი ეგეთი ისინი ნაქვია მაგას warehouse-ები სადაც ინახავენ ამანათებს და რობოტები მუშაობენ იმით ხშირად ახარისხებაში და ამ შუქი არანთია სიბნელე. ანუ შეიძლება მეტაფორაა და სინამდვილეში ხა ვიღაც ხო შევიდეს რაღაცა. პროექტებით ანთებენ რა შეიძლება. ანთებენ. ანუ რამდენი ზოგავენ სადაც მაგდენი მანქანა მუშაობს, მაგრამ ია. ანუ ეს თემატიკა რო software factories იგივე რაც არის ეს ლუფები და გრაფები რეალურად არის ეს software factory-ები და ნუ ეხა ტრენდიად გამოიკვეთა ამ დიდი ხანია უკვე ხალხი ლაპარაკობს ამ software factory-ებზე რომ ეხლა იგი რა ხდება რომ როგორც ქარხანას როგორ წარმოიდგენ რა ეხლა შენ მაგალითად ქარხანას რაღაც შეუკვეთავ შენ ელოდები ვიძის პროდუქტს რა რაღაც მანქანას ყიდულობ იმისგან თვითონ ქარხნის ვიღაცა მენეჯერი როგორც უყურებს შეიძლება რომ ვიღებ რაღაც ნედლ რესურსებს ან რაღაც ინპუტებიაც აქვს და შედეგი მაქვს ან რაღაც კონკრეტული ნაწილი ან მანქანა. ეხლა შიგნით რა ხდება ზუსტად რა. მაგაზე ხო ვიღაც შეიძლება ცალკე ტიპები მუშაობენ, მაგრამ იმაზე კი არ მუშაობენ რომ აი თვითონ აჭედონ რაღაცეები და უჭირონ როგორც თავიდან იყო რა პირველი ხდება რომ ეხლა უფრო იმაზე რომ აი რა ავტომატიზაციები იყო შიგნით და როგორ გადაიბას რა. ანუ იმაზე კი არ ფიქრობ თვითონ პროდუქტი როგორ შეიძლება ან კოდი როგორ დაწერო. ხო. გარშემო აშენებ ქარხანას რომელიც ქმნის ამ კოდს რა და ბოლო პერიოდში ეგეთი ტენდენცია გამოიკვეთა რომ dark factory-ები არ მუშაობს ყოველ შემთხვევაში დღეს რა უშუქო ანუ ორი ტიპი იყო ერთი არის ეს TVEG რომელიც ადრე Google-ში მუშაობდა გაიხანდა ეს ნობილი ტიპია და მაგას ჰქონდა Guest Town-ი თუ აქვთ ნანახი კი როგორ არა კი და ეხლა რამდენიმე კვირის წინ გამოვიდა და არა ვყავ ეს აღარ მუშაობს იმიტომ რომ აი რაღაცა Fable-იო და Opus-იო ვერ ხაჩავს ანუ არა თვითონ მანამდე მოდელები უფრო იმუშავებდნენ და ანუ რეალურად ისეთ სისტემები ქონდა რომ ანუ ეს просто იდეას ეთყოდა ნუ ეხლა მაგალითად მინდა ეს ფიჩერი ჩემ აპში რომ შეიძლება ინვოისი სატვირთვა და თვითონ software-ს უნდა გააკეთე LLM-ებით, უნდა გააკეთებინა რომ JSTAC-ის ხო ეგეთი ის ანუ შეიქმნა. ხო, ანუ JSTAC-ი just skill-ებია. ეს იყო აი თვითონ სისტემა. რომ შენ harness-ების დაადო მაგ skill-ებს და ერთი input-ი ქონდეს და output-ი უკვე პროდუქტი იყოს. ანუ რაღაცა იდეიდან იმპლემენტაცია თვითონ review გატესტვა, ყველაფერი და ჩაეშვა იმაში და მე საერთოდ ანუ იდეა ისაა რომ ისე და გადააბა რომ რაღაცა ტელემეტრია და ლოგებიც უნდა იყოს ამაში თვითი ჩაილფოს რა და თქვა ვიღაცა კიდე user-ი თუ რაღაცა feedback-ის მიცემის საშუალება აქვს ან რაღაც არ ვიცი exception-ები ხდება sense-ზე პირდაპირ ამ factory-ში ეგეთ შედიოდეს და თვითონ ეს ყველაფერი თავისით შევოდეს ამ ყველაფერს რა ანუ ეგა თეორიული კონსტრუქტი ხო და ამას ცდილობდა ეს ტიპული ის რა არის ეს ტიპი და მეორე ტიპი არის კიდე ეგეთი DEX
Horse-ი, მე მგონი მაგ ტიპს არ კომპანია Human Human Layer-ი. Layers, კი. რომლებმაც ასევე ცადეს egg ან dark factory და მაგათი დასკვაც არის რომ საერთოდ როცა არ ხარ ლუპში რა გას თავიდან პირველ ერთი თქვა რაღაცები კეთდება მაგრამ მე რაღაც მომენტში უკვე ან ნული კონტროლი გაქვს ყველაფერზე და საერთოდ არ იცი რა ხდება რა ხო ანუ ეს აი იმას რო ეძახიან რომ compounding errors რა ანუ ეს რაღაც ყოველ ჯერზე რომ რაღაც 1%-იც დარია მე ძალიან ბლუპებში ძალიან მიდის რა ხო და რავი ჯერ აი სანამ იმას გადავალთ ახლა დღეს რა იკვეთება მაგის solution-ად საერთოდ არ ფიქრობთ ამაზე ან უბრალოდ აი თქვენ რადონის აი თქვენი მაქსიმალური ფაქტორი რა იგეთ კაი კითხვა არის ხო კაი ანუ ფაქტორად მაგ კითხვის პერიფრაზი არის რომ ყოველ დღე ანუ შენ რაღაც წინა რამდენიმე თვის ყოველდღიურ სამუშაოს რო დაუკვირდე აბსტრაქციის რომელ ლეველზე ფიქრობ ხოლმე პრობლემები რო გადაჭრა ისევ ჩაქუშის პერსპექტივიდან რომ ხელს ჩაქუჯი გიჭირავს და რაღაცეებს იმაშვები თუ ხარხეთ ხო ალბათ ანუ ესე ეგრე ჰაი ლეველზე ჯერ არ მიფიქრი აი შეიძლება მიფიქრი მაგრამ ხა არ ვიცი ვერ ვიტყვი მაგრამ ანუ პირველი მე უფრო რა გითხო მაგ იცი ანუ ხა რაზეც იმაშვები რა ეგრევე რა ანუ სუ რაღაცა ფაქტორის ნაირი თეორიული კონსტრუქცია ფიქრი რო დაიწყო ტიპი მე რაღაცა პრობლემა გიდგას წინ რა პრობლემი გადაჭრა გინდა რა ანუ მინიმუმ ხა ჩვენი ყოველდღიური სამუშაო როგორიც არის რომ კი რაც შეიძლება ბევრ სკილებს ვქნით რაც შეიძლება ბევრ ოპტიმიზაციებზე ვფიქრობთ მაგრამ ანუ აი ლიტერალი 3 საათში რაღაც პრობლემა გადასაჭრელი რა და ანუ სტარტაპის ნაირი ცოტა ინტენსიურ გარემოში სადაც ანუ მაიწეღარას თუ ზუსტად ანუ იმენა ის პრობლემა რაღაცა გზით ნუ იცი როგორ უნდა გადაჭრა ის ნუ ძალიან მალე უნდა გადაჭრა ანუ მანდ ხო ეგრე ხა მე ვიტყვი რომ ალბათ ეგეთ ჰაი ლეველზე არ ვფიქრობ პირველად და მე უფრო ვარ კონცენტრირებული ოკეი რაღაცები ნელ-ნელა და ოპტიმიზიროთ კიდე ახლა ვისწავლოთ მაგრამ ანუ დღეს რო რაღაც შემომივიდა რაც შეიძლება წკა მალევე გადავჭრათ ეს რა ამიტომ ხო ალბათ მაგ ჰაი ლეველზე ანუ ვაჟე იდეა ანუ მიჭირს ახლა ვიფიქრო როგორ შეიძლება მაგაზე ვიფიქრო რა ანუ პროცესში ანუ მე თუ სწორად გავიგე ხარ ახსენი არის რომ გარდა იმისა რომ რაღაცა abstraction layers წევ მეორე არის რომ რამდენად შენ უკეთებ ანუ human in the loop რამდენად ხშირად ხარ ან რამდენად არის ეგეც მაგას ნიშნავს ხო რომ dark factory არის თუ აი შენ საერთოდ არ არის რომ ბახში არ ხარ აი შენ კონტრიბუცია ხო აი მაგალითად მე dark factory ის თამაში ეგრე დავწერე რა აი ბახში ხო ეგ არ არის არა ეგეთ კომპლექსურ რაღაცაზე high scalable კლიკ ეგეც მაგალითი არის მაგის ხო ან მაგას მაგალითი რომ ყველაზე პატარა ქარხანა ეგ არის აი ლაობზე რო ეტყვი რომ საიტი ამიგეთე ეგ არის პატარა dark factory რომელსაც ბახში არ არის რა ერთი ფაქტორი შენ დაშალ ცო მარტო პროდუქტ გამოიტანა და დაიკიდე და თუნდაც ახლა ძალიან მაგრამ მიჭირს მაინც ბოდი ანუ გაგზელე ემოციები არა რა მე ხარ აზრი ფიქრობ რა ანუ ძალიან თეორიულ საუბარში გადავეშად მოტივცია არა პირთან აი კონკრეტული თუ გინდა მაგალითი ავიღოთ გურობაში უნდა უყუროთ ჩემ ფაქტორში მაგალითად არის მარტო ენერგაი ყავს თანამშრომელი და კოდს ვინწერს ეგეთი ბევრი ანუ ჩემთან ჩემ მიდგომაში ჩემი თუ არ გავტესტე კოდი პირს არ თავს არასდროს რა ხო აი ვაფშე ფაქტორი იქნებოდა რომ რაღაც მე ხა ჩემთან რაღაც იდეები მეც მაგ ამსახურში რა შეიძლება გავაკეთო ახალი ფიჩერი და ასევე კასტომერები რასაც ითხოვენ და იმენა dark factory იქნებოდა რომ შენი ამ ქარხნის input-ი იყოს customer-ის email-ი კონდაქტორმა რო და კონდაქტორს გაიმეჯა რა და output-ი იყოს ისევ customer-ის email-ზე პასუხი რომ ხო გასაგებია და ჩემთან ეგრე არა ანუ მე რაღაც ახალზე რო ვფიქრობ ან რაღაცაზე რო ვმუშაობ ჯერ მაინც ამინც ვამოწმებ customer-ს წეს რომ აი ხო რომ მოგვიხსნათ ლიმიტი შეიძლება თქვენი საიტი გადაშულია და ჩაგვირთეთ ამას წერება ჯერ მე ყოველთვის რა მაინც ამინც ვამოწმებ სისუჩი ანუ CPO CTO რას ფიქრობს მაგას დაკავშირებით ხო რა ანუ დატაცენში წვიმს თუ ეხლა ძალიან მარტივია დღეს რომ გაგიქცეს და აი ესეთ რაღაცები აკეთო რომ აბა headroom-ში ბარემ Slack-იც იყოს მაგრამ ეგ არ არის ეხლა ანუ თვითონ factory-ის ნაწილში რა ანუ ხო პრინციპში ეს ნაწილია ანუ factory-ის დირექტორს ამყოფებ ლუპში არა მაგრამ ანუ ეს ჩვენ ხო ანუ
რა თქმა უნდა კაცო, ეგეც დუდუმ რაც ახსნა ხა, უბრალოდ human ნაწილი არის ხო, სანამ ქვემოთ რას თქვა, ხა აშკარად ფაქტორი აქვს გაკეთებული. პროსტა ხა მე კითხვა მაქვს, რომ მაგით იმას არ უბრუნდებით, აი დარწმუნებული ვარ ხა, ვიცი. search რო გავუშვათ ტრანსკრიპტების წინა რომელიმე ეპიზოდში, მაგას ნალაპარაკები გვაქვს, თუ აი როგორ შეიძლება პლენი არ დაარევიო, ისე გავუშვა და დააწერნო კოდი. ეხლა რას ამბობთ, რომ ის მაგედანზე მივედით მოდელები, ის ან ეგრე კარგად არის ხარნესები აწყობილი, რომ მე მაგას ხორიშაბაზარია. მე მაგას ვამბობდი, რომ ამ ტიპმა ზუსტად ეგ გატესტეს, რომ კი ბატონო, აი მინიმალური ინფუტით, აი იდეების დონეზე, რომ აი ხა დაამატე ჩემს software-ში ინტეგრაცია Slack-ის, რომ რაღაც ჩემი აპი შეიძლება Slack-დან გამოიწვიოს. და აი ამას ამ წინადადებას ეთქვი. ანუ ამ წინადადებას ეთქვი და რომ შედეგი გაქვს, რომ დადეფოლდა ეს რაღაცა change რა, რომელსაც მე შენ სამოწმე, მაგრამ იდეა ისაა, რომ ის რაღაცნაირად vector-ში თვითონ დარევიულდა რა. და აი მეორე რო შეხედო, ანუ სტარტაპებში რომ მუშაობ, ხო? ზუსტად ეგეთი task-ები გაქვს რაღაც ხრი, ხო? ანუ შენთან მithumet რაც early stage-ია რა, ეხლა თქვა 5 კაცი ხართ საერთოდ. ანუ ულტერალი ეგეთი task-ი გაქვს, რომ ვიღაცა founder-ი იონება, რომ okay, ხა გვჭირდება რაღაც Stripe-ი დავამატოთ. და okay, you do it. ხო, ან შენ გაგეთ პრომპტი. ხო, და მე შენ იწყებ, რომ okay, let me break this down, რომ აი როგორ ანუ ეს რანაირად მუშაობს ეს Stripe-ის შემდეგ და ანუ მუღამია, რომ ეს შენ დაახლოებით რა workflow-ებსაც გააკეთებდი. ეგ შეძლო რომ agents მიცე რა. ბაიმ გეტყვით ახლა რა არის so far am human layer-ის დასკვნა, რომ ან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ inputs-ას მისცემ რა, ანუ როცა tasks როცა გავუწერ, აი მაგაში რომ გააკეთო alignment-ი რა, მაგას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ანუ იმის მაგალითად რომ მისცე რომ just Stripe დაამატე, მაგის მაგალითად რომ ჯერ საერთო ტერმინოლოგია შექმნა, რომ ანუ ამას ნიშნავს ჩვენთან subscription. ეს პლანები გვაქვს. ანუ ამ სერვისებზე, ანუ აი ამაში რომ მაქსიმალურად კონტექსტი შექმნა და მაგას აი მაგალითად თუ ეს მეტ-ფოკოკის სკილები რო არის რა, ძალიან მე მგონი GitHub-ზე გაიჩნდა მეათე ყველაზე start repo არის 300,000 გადააყო მეტ-ფოკოკ skills. მაგალითად ერთ-ერთი სკილია grill me-ა, იქ დაგუგლეთ იპოვით თუ დაინტერესებთ და ანუ ეს სკილი ასაკეთებს რომ რაღაცა ეგეთ იდეას რომ მიცემ რომ აი მაგალითად მინდა დავამატო Stripe-ში ამში. მიწევს რაღაც მოძიება შენ კოდში და გისვამს კითხვებს რომ ანუ რას ნიშნავს დავამატება, ანუ რას ნიშნავს subscription-ი და შეჩავს ის ანუ საიდან კონფიგდება, რამდენიმე ჩამოაჭრა, როგორ ხდება დაკენსელება შენ, ხო? ანუ ყველაფერი ის ასეთ ინჟინერი აქამდე აკეთებდა რომ თვითონ დამჯდარიყო და გაანალიზებინა, მაგრამ ესე ვაკეთებ რა, იმიტომ რომ თუ ეგ არქენი მაშინ agent თვითონ მოიფიქრებს რაღაც გადაწყვეტილებებს რა და ძალიან random იქნება რა. და ეგ არის ერთი ანუ product level-ზე ხო იღებ მაგალითად, მაგრამ მე შეიძლება თვითონ კოდის და ინფრას level-ზეც მიიღო ვერ გადაწყვეტილება, რომ კი აი ეს რაღაცა მაგალითად ხა job queue-ში და გაიშვას და ამ რაღაცას თქვათ ხა ბექფილი აჭირდება მიგრაციას, იმიტომ რომ შენცი უკეთესად production-ში რა data გაქვს და შეიძლება ის გამოიწვიოს და ანუ ამ ტიპის დასკვნა არის რომ ეგ უფრო მნიშვნელოვანია რომ თავიდან alignment იქონოს და მე ხშირად მე ბევრად კაი კოდს დაწერს და მართლა დაარევებს და მე კიდე იქ QA-ს harness რო გააკეთებ ეგეც ისა, მაგრამ ყველაზე დიდი gap-ი მან დარიო რა. ანუ მე რა feeling-იც მაქვს არის რომ აი regardless ეხა მაგალითად to-dos პოზიცია რომ LLM-ები ძალიან ძლიერები არიან და ნიკას უფრო სკეპტიკური ვთქვათ. აი მაინც აი ძალიან დიდი პარადიგმის shift-ია რა, იმისგან რომ შენ კოდს წერდი, აი კოდს არებებდი კოდს წერდი და მე წერო ინსტრუქციები მაგალითად უფრო დეტალურად და უფრო precisely, შენ მაგას იძახი რომ აი მაგალითად ნიკა თუ არ არის კმაყოფილი იმით რომ ინსტრუქცია ის მე მაინც review უწევს კოდიც, შენი პოზიციის ადამიანი იტყოდა რომ არა, მოდი review ის პარადიგმაში გადმოდი სრულიად და ინსტრუქციები წერე უფრო დეტალურად და უფრო მეტი დრო დახარჯე, უფრო მეტი იტერაციით რა. და რაღაცა მაგ პარადიგმის shift-ი როგორ უნდა გააკეთო, აი OG coding-იდან მაგამდე ეგ თითქოს ცოტა gray area რა, მაინც ესე სანდო რაღაცნაირად თითქოს კომფორტულად ვერ გრძნობ რა ტიპი თავს რა. ხო, მე მაგ პროცესში და შენ აი სათხარი ხაი მაგ სკალაზე რა.
ხო, იგოეთ. პირველ რიგში ანუ არავინ არ ელის რომ აი შენ ხელით დაწერ რაღაც ერთ page ერთ word დოკუმენტს რაღაც user story-ებს და ძალიან დეტალურ specs ხელით მაშინ ბარემ კოდს დაწერდი რა ანუ მაგდენ თუ იმაში ანუ საბოლოო ჯამში მაინც რაღაცებს ანდობ agents რომ ის გააკეთებს იმიტომ რომ კარგად არის დატრენირებული ეგეთ რაღაცები ხა რაღაცა კონკრეტული ერთი მეთოდი რომ კონდეს დასა იმპლემენტირება თეორიულად ეგეთი ამოცანა დღეს იმდენ და აღარ არის მაგრამ აი წარმოიდგინე რომ აი 2019 წელია და რაღაც ერთი მეთოდი გაქვს დასაწერი რა რაღაც fetch რაღაც ჩამოტვირთე GitHub-ის რა კაი დრო იყო ეს ყველაერი იყო აი ეგეთი რაღაცა გასაკეთებელი რომ აი შექმენი pull request-ი GitHub-ზე აი ეგ მეთოდი გაქვს დასაწერი რა და feature დასამატებელი და აი მაგას დღეს აი მახლა რო ეტყვი რომ დაამატე ეს მეთოდი სავარაუდოდ ან ძალიან დიდი ალბათობით შეიძლება რომ არ დაარევებოდ, იმიტომ რომ დიდი გაქვს რომ მოდინო სწორად იზამს, ხო? ამიტომ აი ეგეთი ლეველის decision-ები არა აუცილებელი რომ შენ spec-ში დაინკლუდო, მაგრამ ანუ ბევრი რაღაც high level რაღაცა, რომელსაც უნდა აღმოაჩინოს თქვა და მაგალითად აი რაღაც ისე features აი მაგალითად თუ გინდა რომ შენ რაღაც software-ი რაც გაქვს, არის მაგალითად გაქვს ტრანსკრიპტების software-ი იქ ინახავ ტრანსკრიპტებს და მე გინდა დაამატო feature-ი რომ შეგიძლიათ ყველა გადმოწერო რაღაც სტრუქტურულ ფორმატში და ეხლა ამას რო ეტყვი რომ ეგ გამიკეთე სავარაუდოდ შეიძლება პირველი გზა როგორც გააკეთებები არის რომ დააწყვეტი და just გადმოტვირთოს ეგ რომ პირდაპირ იმ request-ის response-ად მაგრამ არა ხო ეგეთი რაღაცა ძირითადად დიდი ფაილია რაღაცა ხდება background job-ი და გაიშვას და თქვა იმეილი მოგივიდეს რა. ან არ ვიცი, შეიძლება იმეილი არ მოგივიდეს, ან ბევრი ვარიაციაა და ახლა LLM-ს თუ product decision-ის იმასაც მისცემ რა, მაშინ გამოვა რომ შენი product-ის სხვა ნაწილები ჯერ ძალიან განსხვავებული იქნება, ხო და შენ თვითონ ეგრე architectural და scale-ს მე მოგიწევს რომ backfilling-ი აკეთო და მაგიტომ როდესაც იმ grill-ის ან რაღაც ეგეთ skills იყენ, მაგრამ ეს grill-ი აშვება რომ რაღაცა მიეცი რომ აი ამის ეკეთება მინდა, მოდი ახლა ამაზე ვილაპარაკოთ რა. რაოდ ეს grill-ი არ გჭირდება ისე შეგიძლია შენ თვითონ ეგეთი გაიყო რომ ელაპარაკო, რომ ოკეი, აბა ეს როგორ იქნება, ეს როგორ იქნება, მაგრამ ეს grill-ი იმარტივებს იმას რომ თვითონ LLM-ი არ გჭირდება. ხო, თვითონ LLM-ი იწყებს პირველ იდეებს გაწვდის. და შეიძლება პირველივე კითხვაზე დაგისვამს რომ ოკეი, ხა ეს ტრანსკრიპტები სათითაო ფაილად უნდა გამოიწვიოს თუ ის? ანუ გეფებს ანუ შეიძლება დიდი იყო ალბათობა რომ გაგმაზვო და გეფებს იზრდება. მე challenging კითხვა მანდ რა. და ბარემ ვიტყვი რომ ანუ რეალურად ამებს გაივლი ასე თუ ისე ზოგჯერ ხშირად არის რომ ვეუბნები რომ არა ანუ საერთოდ სხვა ხრიდან უყურებ აი მაგალითად თუ ეს რაღაც პროსტა endpoint-ი გააკეთებ და ამ შემთხვევაში და ვეუბნები რომ არა იცი ეს რაღაც ჯობი გჭირდება და ახლა მაგის ცალკე ინფრა გჭირდება ხო და საბოლოოდ ეს დაგიგროვდა შეიძლება დაგისვას 10-15 კითხვა და უკვე დაგიგროვდა საკმაოდ კარგი ინფორმაცია რა ყოველ შემთხვევაში იმ ერთ წინადადებაზე ბევრად მეტად aligned ხარ და მე შეიძლება უთხრა რომ კაი ხა ეს ჩემი decision-ები ჩაწერი ამ ტიკეტში რა და მე თან ანუ ეს ახან spec-ი ვიდგა ფაქტიურად რა spec-ი რომელსაც აღარ არ ინახავ რა მაშინ მე გადაიმპლემენტე ამას გადააგდებ რა ანუ არა აუცილებლად რადგან spec-ი ვიდგა მე უკვე reviews რო აკეთებს ეს agent-ი რა აქამდე თუ უბრალოდ კოდს არევიუებ და როგორც კოდს არას ტიკეტს ერწიანებას რა ეხა აქვს ძალიან ბევრი პოინტი რაც შეუძლია დაარევიუოს ანუ აქამდე თუ კოდს დაარევიუებ და რომ just okay ანუ დააჭირე და გადმოიწერა okay it works ეხლა უნდა შემოწოს რომ okay რომ დააჭერე actually job queue ისპავნება და მაგაში ანუ ბევრად მეტი ვერიფიკაციის მეთოდი გაუჩნდა ეგა ძალიან კაი პოინტი ეხლა ბავშვი ანუ სანამ ეხლა იმასაც ეგ უნდა მეთქვა კიდე რა ანუ ახალი რაც შევამჩნია კიდე ჩემ თავში შევამჩნია რა სადღაც წავიკითხე ვიღაცას Twitter-ზე რაღაც tweet-ში ეწერა და მაგის მერე შეიძლება თქვენ ახალისით ორი tweet-ი და მაგის მერე იხარო reflection-ი გავაკეთო მე როგორ დავიწყე გამოყენება პოინტებში რომ არის რომ რაღაც feature-ზე რომ ველაპარაკები რა დასაიმპლემენტირებლად რა ანუ მოხაზულობას ხო ვეუბნები და ანუ ძალიან ანუ მე მგონი მაგას არაპროპორციულად ბევრ დროს ხარჯავ ხოლმე იმაზე რომ უთხრა როგორ უნდა დავწუნდეთ რომ ეს კარგად მუშაობს ანუ evaluation როგორც ანუ evaluation in terms of იმენა ივალი როგორ დაწეროს ეგ კი არა აი ბიზნეს ლოგიკა რა ანუ როგორ უნდა დავწუნდეთ რომ აი მართლა სწორად გავაკეთეთ ანუ მაგაზე ძალიან ბევრ შელაპარაკები ხოლმე და ანუ significant chunky plan-ში ეხა მაგ ხოლმე ბოლო თქვენ ახევარი აი ეგ რა და მაგითი რაც იმას თქვენი არის რომ ხო ანუ ეხა რომ დავაკვირდი ანუ ბევრად კარგ შედეგებს ვიღებ რა
რომ თავდაპირველად წერის პირველი ფსიქოლოგიური პლანის წერის დროს შენ ვიფიქრობ იმაზე, ანუ არაპროფესიონალ ბევრს რომ როგორ უნდა დაავალიდრო, მაგრამ ერთ აკრას ეგ დატა პოინტები ეჩდება უშუალოდ აგენტს, რომ პროსტა კომპილაცია თუ გადის ან ბილდი თუ გადის, ეგ კი არ არის ვერიფიკეიშენის მწვანე, რომ კი ყველაფერი კარგად არის, არა რა, ანუ ეგ დატა პოინტები ძალიან ბევრია, რას უნდა გადაიკითხოს. ან პროსტა კონვენშენები, ახლა მაგალითად ბევრი review agent-ები აკეთებენ, რომ აი იონებიან, რომ აი კომენტარი არ დაქონდეს 400-ზე მეტი, ან მიგრაციაში ეს არ დაქონდეს და ეცა გაძლევს სპექტრში შედარების იმას რა, ასევე. ხო, მე რა კითხოც მქონდა არის, რომ აი ტრადიციული development-ში რა, რატო იყო, რომ მაგალითად არ ვიცი ძალიან დიდი რეპოშიც, რა ვიცი, შეიძლება ხამე დაწოლილი ყავი და ზეპირად გახსოვდა მთლიანი რეპო რა. ანუ ხო, სად რა ეწერა ყველაფერი, იმიტომ რომ 3 წელი მუშაობდი. არა, 3 წელიც არა, 6 თვეში რაღაც საშუალო რეპოში ერკვევი რა და ყველაფერი უკვე, იმიტომ რომ ეგ იყო ერთ-ერთი touchpoint-ი და ეხა ნახე მე სად უჭედები და აი ნიკას არგუმენტს კოდის უკმაინც აქტიურად კითხვის და გარკვევის სად ვემხრობი, რომ ეხა ერთ-ერთი გზა სრულიად agentic რაღაც factory-ში თუ გადავარდები, რომ შენ კოდი აღარ იკითხო, რომ სისტემის აზრი იყო არის, რომ აი ეს ტექსტები იკითხო, ხო? ანუ დოკუმენტაცია იკითხო, ანუ ტექსტური ფორმით იკითხო პროექტი, ხო? რეალურად ეგ არის. ხო და აი ტექსტური ფორმით პროექტის კითხვა, ჩემი აზრით, არაბუნებრივი პარადიგმის ნაწილია ჩვენთვის რა. ეხლა სად გინახავთ ეხლა რომ სამსახურში რომ მიდიოდი, ონბორდინგისას დოკუმენტაციას კითხულობდი და ყველაფერი გავიგე რა პროექტში რა. ხო, კოდს კითხულობდი მაინც. ხო და აი მაგას როგორ აბალანსებთ თქვენ პროექტის understanding-ს დეტალურს. არა, ხო და მართლა შენ უბრალოდ იმებს ურევ, ანუ ყურე რას ურევ, შენ ურევ რომ აგენტთან კომუნიკაცია ტექსტის საკითხი კი არ არის. რავი, ანუ აგენტს ეტყვი რომ ეხლა გავუშვი ეს პროექტი აი ამ რაღაც სვლადებით და ეხლა მითხარი რა output-ს დამიგებს, ან ტესტები გავუშვი, ანუ აგენტთან ინტერაქცია პროსტა რაღაც სტატიურ ტექსტთან ინტერაქცია ხო არ არის. უბრალოდ ტიპთან ინტერაქცია პოტენციურად ვისაც ნებისმიერი ლეველის მოკაჩვა შეუძლია პროექტში და უბრალოდ ტექსტუალურ აუთპუტებს გაძლევს. რავი, აგერს შენ შეგითხები რომ ეხლა ეს ამ ინფუტებით გავუშვი, ეხლა ეს ფუნქცია დამიტესტე ისა. აი, გეტყვით. ანუ მე ხო და მე ხდები ასე. არა, ერთ აი მაგნატზე რომ by design ის რო ჩვენ კოდს სულ ვკითხულობდით, insured რომ ჩვენ უფრო კარგად გვესმოდა სისტემა. და მე ვიძახი რომ ეს აგენტთან აი ძალიან მარტივად რა. მე რო დეველოპერი რო კითხულობდეს კოდს, ახლა ძალიან მაგარი. და მარტო იმ დეველოპერთან მქონდეს back and forth კომუნიკაცია. ხო, ბევრად by design უცუდად გავიგე პროექტს, ვიდრე მე რო ჩამეხედა რა. ტექნიკურ ფაზაზე ხომ არა, ანუ პეტი ხო ეგ არის რომ აღარ დაგჭირდება. ხო, ანუ აღარ დაგჭირდება. ხო, არა, აი აღარ დაგჭირდება. არის აი ეხლა სადღაც ბოლომდე არ ვართ რა. შენს ჩემს სკეილზე არ უყურებ, ანუ ეხლა რასაც შენ ყვები. ეგრე დახუჭავ თვალებს და იცოდი სად რა იყო ყოველთვის პატარა პროექტებში რა. რაღაც ონერი იყო. ხო, რაღაც კონკრეტული ონერი იყავი და ეხლა კვირაში რო საშუალოდ გუნდში 30000 ხაზი იმერჯება, მაგას ფიზიკურად ვერ დაეწევ. ხო. რადროც არ უნდა ყოფილიყო. ახლა დაიწყე ახალი სამსახური და თქვა ეს არის ბანკი. ავიდაც გეუბნება რომ აი ეს არის ჩვენი page სადაც რაღაც ანუ არა ან რაღაც აჩიყომ გადაურიცხა გივიკოს ნიკას ფულ და ახლა შენ რო ეგრევე ხდები არც იფიქრებ რომ ეს ყველაფერი ახლა ფრონტენდში ვეხდება და ანუ არა ხო ანუ იცი რომ ოკეი ეგრევე აი ძალიან ყველაზე მარტივი სისტემ დიზაინი რაც არის რომ ოკეი, ამას ფრონტენდი არის just UI layer-ი, გვაქვს ამის რაღაც backend-ი, სადაც ხდება რაღაც business logika და database-ში ინახება source of truth data. მინიმუმ ყველაზე მარტივი ლოგიკა ეგ იცი ხო? და ეხლა შენ ფიჩერებს ეხლა ეგრე უყურებ რა. ანუ ვიცი დაახლოებით როგორ არის განლაგებული რაღაც ბევრი black box-ი რა. ეხლა მაგალითად თუ მუშაობ AI agent-ზე რა, ვიცი რომ ერთი black box-ი მაქვს რო რაღაცა front-end-ი, სადაც რეალურად ამას საერთოდ back-end-ი არის, მაგრამ იცის რომ stream-ი მოდის და ამას შინ შეიძლება ბევრი სხვა black box-ი კონდეს თავისი, რომ მაგალითად როგორ დაარენდეროს თულები, ან როგორ რაღაც არ ვიცი, რაღაც არტეფაქტები როგორ დაარენდეროს, ან stream-ი როგორ დაჰენდლოს, ანუ ეს ამის sub-კომპონენტები რა. საერთოდ არ ვიცი, შეიძლება ზუსტად იქ React-ის კომპონენტში როგორ წერია, რომ ის როგორ თულები ბევრი რო არის ერთმანეთთან როგორ დააგრუპოს ან აქ არ გააგზავნი მესიჯი რომელიც პოინტზე ურტავს. ახლა კონკრეტულად არ ვიცი კოდი, მაგრამ მესმის ამის დომეინი ესე ვთქვა. და მაგას ეძახიან უფრო domain modeling-ს და ეგეთ domain
driven designs რა რომელიც ახლა უფრო წამოიწია იმიტომ რომ უფრო მნიშვნელოვანი გახდა ქაინდა რომ აი ეგენი შეგეძროს რომ რაღაცების გარშემო ეს ყუთები შემოხაზო და თქვა რომ ოკეი აი ხა ყველაფერი დანარჩენი ჩვენ შავი ყუთია ეხა ამაზე ვმუშაობ და ვიცი ეს და მაგრამ ეხა ამჯერად ამ სისტემაში ინდაც არ ვიცი ზუსტად რა კოდი წერია მაგრამ ამის საზღვარზე ვიცი რა ხდება ვიცი რომ ამის საზღვარზე არის სტრიმი და ეს სტრიმი იქიდან იღებს რაღაც მესიჯებს და თქვა აქედან ვაგზავნე ახალ მესიჯს რა და იგივე არ მე იქ ბექენდშიც რაც უფრო მისი გამართული სისტემა გაქვს მის უფრო შეგიძლია რაღაცა იმას გახ ხო ახლა მაგალითად database-ის კოდი შეიძლება რაღაც ალკე სხვა მოდულში გაქვს და თვითონ business logic-ის კოდი სხვა მოდულში გაქვს და ამ business logic-ამ საერთოდ არ იცის უკანონო database-ი უდგას ხო თქვა და ანუ მაგიტო თუ ეგრე დაყოფ რაღაცებს რა ეგრე შეგიძლია იფიქრო მე მაგიტო გეხმარება ის mermaid დიაგრამები მაგალითად ან უბრალოდ call stacks რო უყურებ და ტიპებს ხედავ რა და რაღაც დაახლოებით მაგ level-ზე ფუნქციონირებ რა და ზოგჯერ უფრო გიწევს ჩასვლა როცა ეუბნება იგებს რომ ოკეი ეს საერთოდ არ მესმის ხარ რა აკეთე და ვიდეო მაჩვენე და აუცილებლად ის ტექსტი სპეკი არ არის ანუ შეიძლება call stack-ი გაჩვენოს ტიპები გაჩვენოს ან trace-ები რა საერთოდ ანუ tracing-ის tool-ები რომელიც აი დაახლოებით call stacks-ი ჩვენს ოღონდ call stacks-კი არა მარტო იმ ნაწილებს რომლებიც მნიშვნელოვანია შენთვის და მონიშნე რა და ყოველთვის ლოკალურად გაშვებული რაღაც tracing-ის tool-ი რომელიც შემიძლია ნახო რომ ოკეი აქ გავაგზავნე თქვა ჩემ agent-თან მესჯი რა trace-ი შეიქმნა და იქ კარგად ჩანს მაგალითად queue-ში გავუშვა რაღაც თუ იქ რა და მას მე ეგრე უდგები რა Quite nikamras quite verification nis process operators ხარჯავ და პრომპტის ასო. Kinda ეგ არის შესაძლებელი რა რომ ეგეც რაღაც ერთი გზა არის, ანუ ერთი არის რომ ფუნქციონალის verification-ს აკეთებ, მეორე არის რომ რა დაიწერა, ხო იმის რა. ხო და თან ეგ საინტერესო არია რა. Domain-ology რას ყანოს. შესთავაზების ინფოც უნდა გქონდეს და მაგაზე ხა არ ვიცი. ახალი ტიპი თუ მინდა ხა სამსახურში ვინ უნდა იზრუნოს დღეს, მაგრამ აუცილებელია აი აგრა black box-ი რაც ლაპარაკობდი, ამბობს კონდა რაღაც ეგეთი ფიჩერი, რაღაც უნდა მოხდეს schedule-ის მიხედვით, რაღაც უთხარი ეს აგენტს აუხსენი გააკეთა ქრონი და ჩვენ გვაქვს ბევრი ბაზები და ვნახე რომ რაღაც ყოველ ერთ წუთში რა უნდა მოხდეს? რაღაც notification უნდა გააგზავნო რა. და ამან იასნია დაწერა cron-job-ი, დაასქეჯულა ყოველ ერთ წუთს გაშვებას და ყოველ ერთ წუთში ამ ბაზის პინგავს, აბა რამე ხო რომ გასაგზავნიო და ეხლა ჩვენ setup-ი გვაქვს რომ ვიღაც customer-ის ბაზა თუ customer-ი არ არის შემოსული და ჩვენც რამეს არ ვაკეთებ ძინავს რა და მაგრამ ფულს არ ვისმით. და ამან ისე გააკეთა რომ აღარასოდეს აღარ დაიძინებდა. და ფუ ხო და ეგ თუ ეგ domain knowledge-ი არ გაქვს რომ შენ ის ბაზების black box-ი როგორ მუშაობს, აქ temporal-ის schedule როგორ მუშაობს, ეგ არ იცი და აი მან ეგ ბაგი დაუჭირე რომ უთხარი მოიცა აქეთ შეინახე წინასწარ და როცა საჭიროა მარტო მაშინ გააღვიძე და თორე კოდი მანაც არ წამიკითხავს რა. უბრალოდ რაღაც სამი სხვადასხვა სისტემა ერთმანეთთან როგორ ურთიერთქმედებს, ეგ ვიცოდი და თვითონ კაი პოინტია ეგ იდეაში აი ის არის რომ ანუ მაგეთკენ მივდივართ ეხლა რაღაც კონტექსტ ინჟინერიის თემა, ანუ თუ ეგ გამოიხსნება 100%-ით, ეგეს დაიფარება რაღაც ეტაპზე, მაგრამ კონტექსტ ინჟინერია ყველა არის რა. ეხლა მე მაგალითად Max Specs რომ მიცოდა მე რო თქვი რომ reviews-ში კაი იმას ადროს. ერთ რამე შეიძლება ძალიან ცუდი არის ელემენტი არის რომ უთხრა მაგალითად რომ ოკეი ანუ დაიმპლემენტე და მე რაღაც sub-agent-მა დაგირევიუოს შენი კოდი რა. ამ sub-agent-ს ყოველთვის იქნება რაღაც ახალი finding-ები, იმიტომ რომ LLM-ია დაშვებინდეს და თუ ეკვირო აი სანამ ერთი მაინც finding-ი იქნება მასკენი არასდროს არ გაჩერდება, აი 6 საათი დაჭირდება რაღაც ბატონის დამატებას რა. ამიტომ chain flow-რაც არის ხოლმე, აი ეგრე ანუ თუ ისეთ task-ია, რასაც ჭირდება ასე თუ დიზაინ და ბოლო პერიოდში ხა ისეთ task-ებზე აღარ მუშაობ, რაღაც მარტივი ის არის ძირითადად დიდი რაღაცა არის შედარებით არ საქმე შეიძლება დაჭირებოდა მთელი დღე. ეხლა თქვათ მინდა რომ ერთ საათში გავაკეთო რა. ან შეიძლება დაჭირებოდა ერთ კვირა და ეხლა მინდა რომ ერთ დღეში გავაკეთო. ხო, ანუ ეგ არის თავარი მუღამი მაგის და წინასწარ ვცდილობ რომ front loading გავაკეთო მაქსიმალური კონტექსტის decision-ების, რომ ოკეი, როგორ მუშაობს რაღაცები, არაფერი surprise-ი რო არ იყოს შენთვის ბოლოს. და პლუს რომ დაიმპლემენტებს ეგრევე და reviews გაუშვებს. ვაძლევ ერთი reviews უფლებას, ანუ ერთხელ გააკეთებ reviews, რაღაცები დაფიქსავს, რასაც ჩათვლის სიმა და ბოლოს სუბოლო მესიჯი არის. კიდე ანუ თქვა რა finding-ები დარჩა, რომელზეც ეგრევე შემიძლია უთხრა ძირითადად რაც ხდება ხოლმე, რომ ოკეი, ესენი დაიკიდე ყველა და ამ შემდეგ. და ძირითადად მაგ ხოლმე კიდე proof-ი მაგ-ლუპში ჩასმული, რომ ანუ რაღაცეები სხვა level-ზე შეგიძლია რომ proof-ი გქონდეს რაღაცა მაგალითად ბრაუზერში უნდა შეამოწმოს და პირდაპირ დამახვედროს, რომ okay, this is what I did.
და ვნახო რა, ანუ даже screenshot-იც არა რა, ძირითადად თუ უყავთ უშვებ პირდაპირ ბრაუზერს გახო. Proof-იც, ანუ როგორ დაგიმტკიცოს რაღაც გააკეთა. რამდენიმე გზა არის რაღაცა შემთხვევაში ბრაუზერი დაგახვედროს და იქ განახოს, რაღაც შემთხვევაში შეიძლება დიაგრამა დაახაზინო. დიაგრამა და რაღაც trace-ებიდან proof-ი და რაღაც სხვა გზები რა. ხოდა ეგ მნიშვნელოვანია რა, ნიკატონ როგორც ამბობს და მეც მაგაზე ფიქრობ ხოლმე და მე პლუს მაგას იმას დავამატებდი რომ ზოგადად ახლა ნებისმიერ რამის ასაკეთებ ცხოვრებაში რა. სანამ გააკეთებ რომ 1-2 კითხვა დაუსვა შენ თავს ამ რაღაცაზე. ყოველთვის უკეთეს შედეგს გადლოს რა. ანუ აი კონტრაქტო თამაშობ და აი რაღაც სვას გააკეთებ ვერსეს რომ ყოველი სვლის წინ შენ თავს ეკითხები ხო არის უკეთეს სვა. ანუ ეგეთ მარტივ რაღაცა მაგას გქოს რა. goat მეტაფორა ეფრობის ისტორიაში. რა თქმა უნდა, ხა ეგ რაღა ტელეპრომპტერი არავის არ უნდა რომ CTO-ն გითხრას ეს არის გასაკეთებელი, შენ პროსტა ეგ წაიკითხო მესჯი და იგივე მიწერო Slack-ზე. ანუ whisper as an engineer არის არა. literally ის ხარ proxy ხარ მანქანასთან და ეგ არავის არ უნდა. მაგრამ ამ ყველაფერს ახლა სვამობ საკმაოდ დიდი დრო ჭირდება, გასაგებია ნაკლები დრო ჭირდება ვიდრე არა ჭირდება. მაგრამ ამის front loading-ს რა და ის ხალხი ვინც ამას არ აკეთებს რეალურად იმას შევა რომ ან მე ხარჯავს ან just gambling-ია იმაზე რომ ეგ ყველაზე საშიში არის ჩემი აზრით. ანუ აი ეგ ფეთი არის ყველაზე საშიში რომ ანუ ერთი ხო არის რომ იმენა რაღაცა მაგალითად მე kinda რაღაცა იმას შევა არ გამოგივიდა მაგალითად ბოლოს რაღაცა. ეგ კიდე კაი кейსები თუ ეგრევე ხვდები რაღაცა არ ანუ რაღაცა kinda რო გამოვანა და მე ანუ დანარჩენი 30% რო გინდა რომ ანუ literally იმ კამათის გაგორებებით აუსვაიღო აებითი და შეიძლება ერთი 5 დღე გადავულა. კაროჩე ანუ იმიტომ რომ მე ახლა არ დაბრუნდი, იმიტომ რომ მე ის გაქვს უკვე რა. Sunken ship fallacy გაქვს, რომ ეხა ეს რომ მივატოვო და ახლა დავიწყო და რაღაცა ეგ ფსიქოლოგიური. ყველაზე ის აგვაუცა კიდე. ეგ მნიშვნელოვანია ესე რომ შეგეძლოს რომ რაღაცა გადააგდო. აი ამაზე ვიმუშავე 2 საათი, მაგრამ ოკეი, ვისწავლე ამიდან გაკვეთილები start from the beginning. Grillmill-თან ერთად ასწორებს კიდე ძალიან goal-ი, რავი, ეხლა ცოტა ყველა მივიწყა უფრო ცოტა ადრინდელი თემა ეს /goal-ი, მაგრამ ანუ კურსორმა გამოუშვა გულში თავის harness-ში goal-ი. ნუ კოდექსი და კოდში აქამდეც იყო და მე არის კურსორში. ძალიან აქტიურად ვიყენებ რა. მე ყველაზე მეტად რაც აი მაგალითისთვის კალენდარის ინტეგრაციას ვაკეთებ რა. ჯერ Grillmill ჩამოვწერეთ რა გვინდა, როგორ გვინდა და მე goal-ით ესა და ეს დაიმპლემენტირე და ვეუბნე მეთქი გაქვს PSQL-ი ლოკალური ბაზა, მეთქი ტემპორალი და გაქვს ჩვენი backend. გამოიყენე ეს სამი და ბოლო verified result-ი მანახე რომ ბაზაში ჩამოტვირთულია ჩემი ყველა კალენდრის verification-ი უთხარი ანუ როგორ გაკეთეს ზუსტად და ასევე შექმნილი ახალი კალენდრის ივენთი ჩვენი პროდუქტიდან და მეილი უნდა მომივიდეს confirmation-ის რა მაგის. ეგრეთ სიტუაციებში აი ყოველთვის კარგად მუშაობს. ნუ კოდექსი რისი brute force-ით შეგიძლია. იმაში goal-ი ან goal-ი რა რომ მიზანს რომისემ და აქვს რაღაც ვერიფიკაციის მეთოდი და ყოველ ჯერზე ეკითხება თავის თავს რომ შევასრულე თუ არა ეს თუ არა okay do it again. ხოდა მაგრამ მეორე არის ანუ ვერიფიკაცია თუ იმას აბრუნებს კიდე ანუ კონკრეტულად კონტექსტულად რატო გამაზა ეგ მე ანუ ლუპში შემოდის უკან და უფრო მარტივად ეძებს ან ეგ რა ვფიქრობდი არის რომ ეხლა ჩვენ მაგალითად ვთქვით არის აი კიდე ძალიან მნიშვნელოვანი არის max factor-ი რა ყველაზე დიდხნიანი რომ მუშავე 24 საათი goal-ით მართლა ან გავაკეთებენ codex რა. აი თქო ხამიშები კონტექსტი ძალიან მაგარი. ანუ ეს უნდა მიხარჯავთ არა solid უნდაც $200 პლანზე მაგ 24 საათში რომ მუშაობდა რა დახარჯა მთელი კვირის ის რა მთელი კვირის მე და მაგითო თამაშობს მე ჩემი კვირა მე ნაღდის სამშაო კეთდება Fable-ში ხო მაგრამ ნახე ანუ მე რას მომგდი ანუ თვითონ domain knowledge რა რის საერთოდ ვერიფიკაციასაც გადაწყვეტ არის ხა ძალიან მნიშვნელოვანი რას გულისხმობ ეხა მაგალითად მე რომ ეხა პირობითად დავიწყო კრიპტო სტარტაპი for whatever crazy reason და დავიწყო მაგალითად scammers-ing დავიწყო smart რაღაცა კრიტიკული smart contract-ის AI-ს წერა რა ეს ხო აპრიორი განწირულია ანუ მაგას მე ხო ვერიფიკაციასაც ვერ გავაკეთებ კარგად რა ანუ ჯერ უნდა ანუ მე ესე მგონია რომ თუ ის მოკლედ მან ერთი სტეპი მიმატება რა ჯერ მე უნდა გავერკვე ზოგადად smart contract აი ხო რა თქმა უნდა როგორ აუხსნი მაშინ ხო ანუ ვერც აუხსნი რა
ან უფრო კაი მარტივი кейსი. ეგ იგივეა. აი ხა მარტივი кейსი. კრიპტო სტარტაპი ისე გაკეთო კრიპტო არ გესმოდეს. იგივე აი რაღაც ელემენტს ვაგებად ყავს პროგრამისტი. ხო. დაქია. თუ იმას ვერ აუხსნი რომ მაგრამ ნახე აი ის ხო იგივე არის მაგალითად აი მაგალითად payment-ებს ვაინტეგრირებ რა. შეიძლება თქვა იცი stripe-ი როგორ მუშაობს, მაგრამ შენ ის კოდით დაწერდი ამას სიტყვაზე. ხო რაღაცა უფრო მაგრამ არა ეს ხოთაშორ ეხა დუდუმ რას თქვა რა. ეგექნებოდა სულიერი აკადემიად დუდუმ რას თქვა რა. ეგეთ кейსებში თუ ძალიან ჭკვიანო verification step-ებს ხარ უწერ და ბევრ რაღაც test case-ებს დააფარებ. DevX-ი ძალიან ისეთი ის მოიტანა Stripe ძალიან კაი DevX-ია. კაი ქართული რამე რა არ ვიცი. აი შეგეკეთებია ისეთი რომ აი დღეს LLM-ი ვერ გაიგებს და ვერ გააკეთებს. მე შიში მაგისე ასკი არ გასაგებია არა იცი ის შიში მაგ რო აი მაგრამ ამ შიშს აი მას counter argument-ი მოშობა რომ სწორად მე ვერიფიკაციას გავაკეთები და ფერელებს მაგ შიში არ გააკეთებს რა მაგრამ თუ რაღაც ვერიფიკაციებს დავსკიპავ ის შიში ყოველთვის ვეთქება რომ მაგალითად payment-ში რაღაცა არ ვფლობ ბოლომდე ან რაღაც აი Slack-ი დავწეროთ ჩვენიო რა შეიძლება იქ რაღაც ანუ ტესტირებაში რა ის არის მიდგომა ზოგადად რომ ტესტი უნდა იყოს იწყება IAP-დან და ნელა ძვირდება ხო ტესტი ხო გაგდე ო ანუ ძვირი ნიშნავს კომპიუტერში და დროში და აშენა რა unit test რაღაცები თუ შეგიძლია pure function-ად დაწერო ანუ ისეთ ფუნქციებად რომელსაც რაღაცა არც ის request-ს აკეთებს აპერ უბრალოდ რაღაცა რიცხვს იღებს და ბულიენს აბრუნებს ეგეთი ძალიან მარტივი ტესტია LLM-ი ყველაზე კარგად წერს ეგეთ ფუნქციას იმიტომ რომ რაღაც lead code-ის ამოცანას ხო LLM-ები იდეალურად ყველა lead code-ის ამოცანას ხსნიან იმიტომ რომ ძალიან მარტივად inputs outputs მოიფიქრებენ წინასწარ რომ აი რეები ატესტონ და that's it ხო და იგივე ანუ ვერიფიკაციას რო აკეთებ რაღაც ფიჩერის რა იგივეა რომ ანუ არსებობს რაღაცეები მაგ ფიჩერს შეგიძლია low level-ზე და ვერიფიცირო და დღეს უკვე ინდონეზე ვართ რომ მე თვითონ არ ვირჩევ რა unit test-ები დაწეროს მაგრამ კიდია მაგრამ მე კარგად უხსნი თქვა რა integration test და რა end-to-end tests დავწერდი და ვეუბნები რომ თუ შესაძლებელია და ახლა გვაქვს თუ გვაქვს მაგის ინფრასტრუქტურა რომ შექმნას და პლუს დღეს რადგან ყოველ შემთხვევაში ამ წუთას ეგ IAP-ია ვიღაცა fables უიყენებ ვიღაცა opus უთხრას რომ ეს ფიჩერი end-to-end გატესტოს იმიტომ რომ კიდევ ერთხელ სპეკი აქვს და შეუძლია გახსნას ბრაუზერი აშენდა რაღაცები ჩალიჩოს და ეს ყველაფერი რეალურად იმას კი არ ვამბობ რომ მე პროსტა merge დააწვევი და მორჩა შენს ჩართულობას ამცირებს რა იმიტომ რომ ბევრად მეტი პრუფი გაქვს ბევრად უფრო კარგი იმაზე მიდიქრა აუ ერთ პატარა ჩართვას გავაკეთებ და მე მგონი hardness-ებზე გადავიდეთ მე მგონი ერთი თვის წინ საქართველოს AI ნაკრებმა ერთ-ერთ ოლიმპიადაზე ძალიან მაგარი რეზულტი დადო რა ეს რატო გამახსენდა მაგასაც გეტყვით რამდენიმე ოქრო აიღეს და 7 მედალი თუ რაღაც და შაუთ-აუთი გაუკეთოთ მწვრთნელებსაც გაიას შოთას თამადობით და თვითონ ბავშვებსაც რა ანუ ძალიან მაგარია რა ის ხო ნახეთ რენკინგები რო იყო რაღაც ამერიკა, ჩინეთი, რუსეთი რაღაცა და საქართველო იყო მე-6-ზე თუ მე-7-ზე ანუ ძალიან ტოპ ხალხი ხარ ხო და რატო გამახსენდა ეს რომ ერთ-ერთი მწვრთნელი ვინც არის ნიკა მელაპარაკებოდა რომ აი მეთქი აი როგორი არის ანუ ის პროცესი რა რანაირად არისო და მოკლედ ჩვენი თქვა დაწერილიო მე მგონი 100 არ მახსოვს ხარ რამდენი მითხრა პირობითად 100 ამოცანაო ჩვენით ხელითო და ამ 100 ამოცანაზე ვავარჯიშებთ ამ ბავშვებსო რა და ეს ამოცანები AI ოლიმპიადების როგორია იცი lead code style-ი ვაფშე არ არის რამდენიმე სტეპიან creative სისტემაზეა რა მოფიქრებაზე და короче AI-ს ვაფშე ვერ ვიყენებთ ანუ კლოდსაცო რო უთხრა ვერ ამბობს არა ანუ ამოცანების შექმნაშიო რა ანუ ვერ გვიქნისო ისეთებსო იმიტომ რასაც ქმნისო ყველა ტრივიალურიაო რა ანუ იმ distribution არის ხო და ეხა lead codes დის ამოცანის შექმნიდან ამოხსნამდე AI ყველაფერს აკეთებს რა ალბათ ამოხსნას შექმნას არ ვიცი ხა მეგეც ინდიათ ტრეინინგ დეიტაში აქვს ანუ lead codes შექმნა მარტივი იმიტომ რომ lead code ძალიან პატარა ის არის ის AI ოლიმპიადაზე მაგალითად არის ძირითადად ეგეთი რომ გაქვს რაღაცა data-სეთი მაგალითად და რაღაცა რამდენიმე level-იანი გარდაქმნა უნდა გაუკეთო ამ data-ს რომ ბოლოს ისეთი რაღაცა სისტემა შექმნა რომელიც საბოლოო ჯამში ისე რაღაც input-ებზე რაღაც output-ებს დააბრუნებს მაგრამ ესე არ არის რაღაც ერთ
აი ლიტკოჩი უბრალოდ მიპი შექმნის და string reverse-ით პერმუტაციები და ისედია. არა, ბევრი უფრო მეტი, აი ხა ლიტკოჩი სამოცარში რაღაც სულ არის რამდენი კლასი, ხო? რამდენიმე 15 ტექნიკაა, რომელიც უნდა იცოდე და ყველას. ნუ გასაგებია რომ ძალიან ბევრი ალგორითმია და უფრო advanced-ები, მაგრამ ნუ მაინც აი ინტერიუზერს სჭირდება რეალურად საკმაოდ პატარა dataset-ია და ის ოლიმპიადა, ხა ისიც სპორტია რეალურად. AI-ის თემაში. მაგრამ ნახოთ მაგათ ნამოცანებს ბევრად საინტერესო იყო, იმიტომ რომ ბევრად მეტი კრეატივის შეხება და საინტერესო იქნება მე ალბათ რომ ნახოთ ერთ ეპიზოდს და განვიხილოთ. ერთხელ მოვიწიოთ შოუ. კი. და რა საინტერესო იცი რომ ეხა ამ წეგანაზე რასაც ვსაუბრობთ რა, მაგიდან უცებ იმას ვიტყვი რომ აი როგორ იმერჯება როლები რა. და ეგეთი Planet Scale არის ეგეთი კომპანია database-ის და მაგის მე მგონი CEO-ს პოსტი შემხვდა რომ ყველაზე მეტად ვისაც უჭირსო AI-ის engineering-ში მოხდო რა, ანუ agentic engineering-ის და შემდეგ არისო ის ხალხია ვინც არ არის შედეგზე ფოკუსირებული რა, ანუ outcome focused რა. თუ ისეთ ტიპი ხარ უყვარს აი კოდთან თამაში ასე ვთქვა და აი bike shedding-ს ასეძახიან რა, აი არ ვიცი როგორ ითარგმნება აი ქართულად, მაგრამ ველოსიპედის როგორ ხარ კოდთან თამაში რომ აი უფრო უკეთესი, უფრო სტრაფი, ანუ ყოველწეგ და versus რასაკეთებს product manager-ი ხო? ეგეთ რაღაც ხო. აი ის ხალხი ვისაც ნებართვის გარეშე რეფაქტორებზე და რაღაცებზე რო ფიქრობდნენ თუ ხო რაღაც ეგრე გარცობილად არ ქონდა, მაგრამ ანუ ეგ მაგას შევდა რომ მეორე მხრივ რასაკეთებს კარგი founder-ი ხო? ანუ იგივე ანუ Planet Scale. представляю. და მაგრამ ისი ზუსტად რა გოულია, რა მიზანია. ხო, რომ ანუ product owner-ი არის საკეთებს რაღაც, ანუ ისი ზუსტად აი რომელ customer-ს რაღაცა გაუკეთოს და რომელ customer-ს აჭირდება და აი ეძებს რაღაც, ანუ ემპათიას რო ეძახიან, რომ ემპათია უნდა ქონდეს customer-თან, რომ რაღაცას რო გეტყვის, რომ აი ეს შემინდა ძირითადად იმის უკან დგას რაღაც ემოცია, რეალურად შეუსვლა სხვა რაღაცა უნდა დაავიხდება და ეგ როგორ ამოიღო და მოკლედ კაი product owner-ს საკეთებს არის რომ სიღრმეში ჩადის და ხდება ამ customer-ს მინიმალური რესურსით როგორ შეიძლება შეუქმნას ის და ეხა ეგ რაც უფრო ეგ გააზრებული გაქვს, უფრო მარტივია მე რა იმ სპექტრზე მუშაობა რა. ანუ ფაქტორად ორი ჯგუფი ახსენეს, სადაც ანუ ერთ შეუძლია კარგად high leverage რაღაცეების ამოცნობა და მეორეს ანუ high leverage რაღაცების ამოცნობა შეიძლება შეუძლია, მაგრამ მაინც არ აკეთებს, რაღაც low leverage რაღაცებს აკეთებს უფრო. ხო, ანუ ბევრად უფრო სხვა ორიენტ და ანუ აქამდე იყო ეგეთი როლები უფრო მეტი და ეხლა მით უმეტეს სტარტაპებში ჩემს და ეგ როლები ძალიან უნდა გაერთიანდეს, რომ შენ ხარ ის ტიპიც, რომელიც ყოველი დღე იწყება იმით, რომ რა უნდა გავაკეთო და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სისულელები არ გააკეთო და ისე რაღაცები გააკეთო, რაც მნიშვნელოვანია. შენ უნდა იყო ამის რაღაც design mode-ში, ან design-ი როგორც UI-საც შეიძლება შეეხოს და ასე სისტემის და შენ უნდა იყო გაიმის დაშიფროს და მე მთელ ლუპს გააკეთოს და ძალიან შეერთდა ეგ როლები და ის თვისებები ჩემი აზრით, აი რომ ამბობენ რომ აი მენეჯმენტი obsolete არის. ან რაღაც მხრივ იშვიათია ჩემი აზრით, ან ყველა მენეჯერების დისტრიბუციაში ალბათ უფრო იშვიათია კაი მენეჯერი ვიდრე ყველა ინჟინრებში კარგი ინჟინერი რა. მაგრამ აი stop, იმიტომ რომ რატო არის ეგრეცი და I can prove it, რომ თუ ძალიან მაგარი product გაიხარ რა, ნიშნავს რომ ანუ ეგ product გაიობა არის უფრო power law რა, ანუ ყველა ვერ იქნება ვინერი რა, რაღაც პატარა, აი როგორ სტარტაპების რაღაც 1%-ზე ნაკლები ხდება, იგებს ბჭყალებში. ეგრევე არის, ანუ თუ ძალიან მაგარი product გაიხარ, მაშინ founder-ი ხარ, მაშინ unicorn-ი ხარ რა და ეგენი ვიცით რომ ცოტა არის რა, versus ინჟინერი ყველა შეუძლია პროგრამა გააკეთოს რაღაცა ამუშავოს, ხო? ხო და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეგ სკილები გქონდეს რა, მოკლედ და ეგ ვეთანხმებ მაგას ერთად ticket-ის issues პროექტის ცნება აღარ არსებობს რა. ჩვენ გვაქვს outcome-ები, პირდაპირ ანუ ეგრე ქვია რა ჩვენ სისტემაში და outcome-ი არის ძირითადად ნაკლებად რამე პროტოტაიპი, რომ აი ვიღაც მოაფიქრდა, რომ აი იმის ინტეგრაცია რო ქონდეს, კაი იქნება. ანუ customer-ების feedback-ი, რომ აი
იცი მე შენთან data რო შევამაგ, ჯერ იქიდან ვაექსპორტებ, მე drive-ზე ვტვირთავ, მე იქიდან ავტვირთავ და მე რაღაცნაირად მომაგ შენამდე რა. და მანდ უკვე outcome-ი ეგ არის, რომ source-ი არის რაღაც პლატფორმა, Sage ვთქვათ, რაღაც accounting კომპანია, Sage-დან შენამდე pipeline-ი გასაკეთებელი, ისე რომ აღარაფერი აღარ დაჭრის, outcome-ია, რომ გამხელა unlocks უკეთებ, customer-ს დღეებს უზოგავ რა. ეგეთი მიდგომა გვაქვს ინჟინერინგის მიმართ რა, მაგას ვაიღებ, მე planning-ი, scoping-ი, engineering-ი, designing-ი შენზეა. კომუნიკაცია, საერთოდ კომუნიკაციას ეხლა მე პირადად დიდად არ მაქვს რა, იმიტომ რომ ძალიან ჯერ რადგან early stage-ია და რა ცოტა customer-ი ყავს, თვითონ CPU არის ხოლმე პროექტის product owner, account manager. და ძირითადად მაგასაც კონტაქტი კლიენტებს. ხო, და მე ძირითადად ამ CPU-ს ვეუბნები, რომ hey, this is ready, tell them, რომ they can use it now. ეგა ხო მეც ეგ როგორ აი hey bro. ესე მე იქ მივიდეთ, რატომ ნიკა ვალიდაციას სამდა. შენ თუ კარგად იციო ზუსტად აი კონკრეტული საჭირო რა, მე ვალიდაციაც ბევრად მარტივია versus რაღაც ambiguous goal რო აი დავარეკტორო ეს რა. და მაგის სხვა შორის ჩემს agent აი global prompt-ში ჩავამატე რომ თითქმის ანუ agent-ები საკმაოდ დატრენინგებულები არიან იმაზე რომ აი რაღაც pull request რო გახსნა აქვს მიგრაცია და რო ეტყვი რომ ეხა ეს შეცვალე და ანუ breaking change-ებს რო ითვალისწინებს ისეთ კოდში რომელიც ჯერაც გამერჯილა, როდის კოდ გამერჯილი ფიჩერი რომელიც არავის არ გამოგაკეთა, you can break it. ხოდა ძალიან მაგაზი არის ძალიან ოპტიმიზირებული, მით უმეტეს GPT მოდელები, რომ ძალიან აკადემიური კოდი ეცადოს რა, ძალიან defensive რა, defensive შეძახი, რომ აი ყველა error-ი დაჰენდლს და ასე შემდეგ და. ეხა გავუწერე ეგეთ კოდი, რომ ანუ guiding პრინციპი კონდეს, ან თავარი პრინციპი, რომ ნებისმიერ რაღაცას რო ვშიფავთ თუ არ ვუთხარი სპეციფიკურად ყველაფერი არის უნდა იყოს მაქსიმალურად ორიენტირებული იმაზე რომ სწრაფად გამივიტანოთ customer-ამდე რაღაც solution რომელსაც დავამბლოკებთ ან დავალიდირებს და მე quality of life improvement-ები down the line მოხდეს რა. ო, ძალიან კაი რაღაცაა. ანუ ეგ რაც უთხარი რა, მაგის მერე ბევრად ნაკლები resistance მაქვს რაღაცეებზე რომ ჯერ კარგად მიხსენებს რომ okay we're going to do this now. მაგრამ ანუ ეს pro scalable solution-ია თქვათ რაღაცაში. ზოგადად შეიძლება ვთქვა, no, ეს თავიდანვე ვერ დავაკეთებ, იმიტომ რომ მე ვერ შეცვლით, მაგრამ ეგეც კაი ის იყო, სხვა შორის ეგ ლინიარის მიდგომა. ეგ სად გაუწერე ეგ? მე მაინტერესებდა agent-ები ერთი პრობლემა ხო, ეგ ვერ მივხვდი. აი ხარას თქვი, ანუ ეგ წინადადება just რომ ყოველ ნებისმიერ რაღაცას როცა ქმნით ახალ features შენი პირველი ფოკუსი იყოს რომ კონკრეტული პრობლემა სად გაუწერე ეგ ხო მაგას თუ თქვი შენ კონკრეტული პრობლემა გადაუჭრათ customer-ს რაც შეიძლება მალე და რაც შეიძლება ისეთი გზით რომ მარტივად შეეძლოს ვალიდაცია რა და მერე თუ დავალიდირ და მერე გავაკეთეთ quality of life changes და ასე და ეგეთი პრომპტები ანუ რაც ყველა agent-ს აქვს თავის ფაილი მაგალითად codes აქვს აი მაგაზე თუ ხარ home directory-ში აქვს code-ები .clone/clone და ყველა ფერში ინჯექტდება რა. და მან შეიძლება გავუწერო მე agent-ს მაქვს და მე და სიმილიკული მაქვს ყველასე რა. ასე. მაგის მეორე კიდე ერთი ესეთი საინტერესო ის არის რა ქვია. ყველა coding harness თავის system prompt-ში რა, ანუ რო research-ით თქვენ ნახავთ. ბოლოში საკმაოდ დიდი ჩანქები აქვს. ერთ-ერთი არ ვიცით, მაგრამ ესე როგორც ემპირიულად ვიცით რა, რომ ვალიდაციებზე ძალიან ბევრი ნაწილი აქვს და მაგით არის by default რო შენ რო კოდექს რამე დააწერინო ანუ literally ძალიან ბევრი დრო შეიძლება დაგიხარჯოს დავალიდირებაში აი თვითონ რო იმაშობა რომ okay ხა ნახოთ ხო რაღაცა ყველაფერი კარგად არის ანუ იმენად frustratingly დიდი დრო შეიძლება დახარჯოს რა და ანუ ეს მე ტესტ ყველაფერი ხო მე მაგას სად იმას ვფიქრე ანუ ტვინში სად ჩამექცა რომ ეს ანუ ამ UI-ზე რო რაღაც ოპტიმალურად დიზაინები აკეთებ, მაგრამ ბევრი UI-ს ვაკეთებ, რა ბოლო პერიოდი რა, ბევრს და რაღაც პოში დავაფიქსე რაღაც მომენტში, რომ აი პატარა იმასაც რო შეაცვლევინებ, რა ფერს, ბრაუზერს გახსნით და დაფიქრებული. ანუ ეხლა მაგის ფერი გავარჩევ, ესეთი რაღაც ანუ იქ თუ დააკომიტე ყოველდღე ხო, ანუ მოკლედ ამ რაღაც ვალიდაციას დეპერ, ანუ actually ძალიან დიდი system prompt-ის ნაწილებია. Cloud code-საც, codex-საც, open code-ში რო ნახავთ, ვაფშე open code-ში ნახავთ რა მაგას რა და ესეთი პატერნია ეხლა რა რომ მე პროსტა იქ დამჭი და UI-ს იმაში მაგრამ ბევრი აი შენ რასაც მაგაში შეიძლება UI-ში მე ხარ
ანუ code MD-ში მე მიწერია და agent MD-ში ან კურსორის სრულებშიც რა, რომ custom ვერიფიკაციები UI-ზე როცა მუშაობ არ გააკეთოს. ანუ ბრაუზერი არ გამიხსნას რა. იმიტომ რომ მე სწრაფი იტერაციები მინდა სულ. და ანუ საჩათვალო რომ ამ ერთი code MD-ს custom ინსტრუქციით მაგას თიშავ, იმის ანტიპოდს უწერ რა, system prompt-ს უწერია და რაღაცებს რო ცვლი, თვითონ ვერიფიკაციას, ნუ დიზაინებს როცა აკეთებ, არ გინდა შენით გინდა რომ გახსნა და რაღაცა ნახო რა, ბევრად სწრაფად აკეთებ. და ანუ მოკლედ ეგ მაგაშიც იმაშობა რომ ანუ თუ მარტო UI-ზე კი არა, ზოგადად თუ მუშაობ და ეს ამის ზოგადად ეს რაღაც ვერიფიკაციის რულები ცოტა თუ გაღიზიანებს, ბევრი ადამიანი წერს მაგას, რომ შეიძლება გათიშო და შენი პროექტის სპეციფიკ ვერიფიკაციის რულები დაუწერო რა. და რა შეიძლება სკილი კონდეს, აი მე მაგ შევდვიყენებ ისიც იმის სკილია prototype skill. და ამ prototype skill-ში რო ხარ, იქ გაწერილი ხირო რომ აი ხარ კოდსაც წვეთ ყველაფერი garbage-ები და გადავაგდოთ და ამას ვიყენებთ იმის რომ რაღაც სამი სხვა ვარიანტი გამოვცადოთ და მერე ავარჩიოთ ვთქვათ რა. და ეგრევე მაგ mode-ში შედის რა და ალბათ ეგეც შეიძლება გქონდეს რაღაც quick feedback loop skill-ი, რომელიც ეუბნება რომ აი UI-ზე მუშაობ და okay, just საბოლოოდ ჯერ მოვიფიქროთ ეს გავაკეთოთ და მერე დავაკომიტოთ რა. ეხლა რადგან ამ თემაზე ვლაპარაკობდით რა, harness-ების ნაწილზე. ეხლა ჩვენ დარწმუნებული ვარ ესე თქვა გამოყენების დონეზე ვიცით, მაგრამ ეხლა მე მაგალითად მეც ეხლა დავიწყე exploration-ი, შიგნით under the hood ეს ყველაფერი როგორ მუშაობს რა. და ძალიან საინტერესო იქნება, აი წერას ამ დავიწყებით ვიძახდით, რომ აი harness-ი რაღაც პონჩი გავს, რაღაც compilers რა, რაღაცა სისტემა რაც რანავს ხო რაღაცას რა. ხო და აი ნიკა როგორც ვიცი, აი explore-ებს ძალიან აქტიურად ეხლა თვითონ harness-ების in-and-out-ს აკეთებს რა და აი ძალიან მარტივიანით რო აგვიხსნა. აი როგორც კომპილატორს ახსნიდი ტიპი რა. აი სად ხარ, ხო აი მარტივად სადამდე ხარ მისული და აი რა learning-ები გაქვს და ხო, მგონია რომ საინტერესო იქნება. ჯერ რომ მარტივად ახსენი რა არის harness-ი პროგრამულად რა. ნათქვამი harness-ი რა არის? LLM-ის გარშემო რა ამი ნებისმიერი დეტერმინისტული ინფრასტრუქტურული კოდი თუ შეიძლება დაწერო ადამიანმა, ყველაფერი არის harness-ი. coding harness-ებზე ჩავიდეთ. და ანუ რას ნიშნავს ეს რა, ანუ LLM-ი ეს harness-ი არის უნაგირი. ხო, სხვადასხვა არის უნაგირი. ხო რა. ხო, აი წარმოვიდგინეთ რომ აი ცხენი არის LLM. და უნაგირი. ხო, აი ეს პირში რა გამოდება. fine-tuning. აი, პოსა reinforcement learning-ი არის, აი ვერ მოვიფიქრე ტიჩერმა, თორე. აი reinforcement learning-ი არის. აი, ხო, მაგრამ გახებნა რა, ანუ ეს რო რაღაცას რო აღსწავლე, აუთ აგრესიულად. ხო, მოკლედ harness-ი რა არის და ანუ ხო, კიდევ ერთხელ ვთქვა, ანუ LLM-ის გარშემო რა ინფრასტრუქტურა შეიძლება იყოს, რომ რაღაც კონკრეტული დომეინ-სპეციფიკური პრობლემა ოპტიმალურად გადაჭრა LLM-ით. ბევრკა ყველაზე ცნობილი არის coding harness-ები. რატო დავიწყე harness-ის კეთება? უბრალოდ ჯერ სად ვარ, ეს როგორც წერენ ხოლმე ეგრე დავწუთ. თემის ისე რა არის. ისეთი განაცხადი რა სერიოზული განაცხადი. სად ვარ ახლა მისული არის რომ ამ ჩემი harness ვიყენებ, ჩემი harness-ის development-ში, ანუ მაგამდე მივედი რა. ანუ იქამდე რომ just კოდი დაწერო და უშუალოდ რაღაც ფიჩერებს coding harness-ია, კი. Webshop-ი ქვია, რატო არ ვიცი? Moby-Dick-ი. არა, იცი რატო Webshop-ი, იმიტომ რომ ბოლოს API და მე მეთქი რა, ასე გავაკავშირებ მომავალში და API based რა, კაროჩი. ვეშტერია. ძალიან მაგარი. ხო, ვიმიხდი API-ში. არაფერი API რო არის Webshop-ში უბრალოდ მეთქი რაღაცა. მე დავაკავშირებ იყოს, მაგრამ შეიძლება. და მოკლედ ანუ რატო დავიწყე ხამის კეთება, იმიტომ რომ ანუ ეს შევამჩნი. ანუ ეგი მოსხენი რა ქვია. ანუ ხე ყოველდღე ვიყენებ რაღაცებს და ესე consumer level-ზე ოპტიმიზაციებს რო ეძებ, მაინც ცოტა მართლა ის არის, ამის ჩამოქაჩვა არის რა, რომ ანუ ან რაღაცას ოპტიმალურს იპოვი და ან არ იპოვი. დეტერმინისტული მექანიზმი მინდოდა, რომ აი რამე როგორ შეიძლება რომ ბევრად კარგად გამოვიყენო რა. ან მარტო უშუალოდ კოდინგისთვის კი არა და coding harness-ები. აი აგენტის იდეა რაღაც ის რო გაქვს რა, ხართ აგენტი როგორ გააკეთო რაღაც პრობლემის მოსაგვარებლად, როგორ შეიძლება უფრო კარგად გესმოდეს ტიპს, როგორი პრობლემები იჭრება harness-ებით და აგენტებით უფრო კარგად და როგორი პრობლემები ნაკლებად და ანუ რა საშუალებებს გაძლევს რა. აქედან ჯერ სანამ harness-ამდე ჩავიდე და დავიწყე ზოგადად LLM-ს როგორ აკეთებენ, ანუ ძალიან ცოტა სიღრმისეულად გარკვევა. და post training-ზე მოკლედ ძალიან ბევრი ვიკითხე, ძალიან ბევრი რაღაცები ვნახე, ვერაფერი ვერ გავტესტე ხელით ნახდად, მაგრამ ანუ ძალიან ბევრი რაღაცები წავიკითხე და ნუ მაგალითად პირველში ძალიან მაგარი წარმოდგენა შემიქრა რა როგორ უკეთესია რომ გააკეთო. ჩემთვის ეგ უეჭველი ყველა უნდა წავიკითხოთ ხოლმე. აი reinforcement learning-ის ტოპიკები რეები არის და ანუ აი რომელ წიგნებს გვირჩევდი? წიგნებს არა.
ხო მაგის ის ანუ მეგიჩელი ვოლფრამის ის არის. ვოლფრამის ის ანუ პატარა წიგნი. კი კლოდის და deep research გააკეთებინეთ და ანუ ამოგიღებთ აი ძალიან მაგარ most likely იგივე რაღაცებს ასეა teach skills იყენებ. teach skills არ ვიყენებ. აი მაგას გირჩევთ, აი ამ საქმისთვის ძალიან მაგარია. teach skills. მეთოდური skills-ია ეგეც. ვიგენერებს გაკვეთილ თავის სორსები. ხო და მოკლედ ანუ reinforcement learning-ზე და вообще ის კოდის რაღაცის მომენტი რო იყო. აი რატომ მოხდა საერთოდ? არა ის მომენტი რა, რომ აი რაღაც მომენტის მერ ძალიან მაგრამ მუშაობდა კოდი რა. და აი რო აიწყვიტა ეს exponential curve და ანუ მაგის ის რა არის, რომ ეს reinforcement learning with variable feedback რო გააკეთეს რა, რომ ანუ რაღაცების არ post training-ში მაგამდე human in the loop-ით აკეთებდნენ რაღაც post training-ს და მერე ტესტები გაუწერეს ფაქტობრივად და ავტომატურად შეეძლო feedback. ანუ ბეროთ დასკალირეს ხატაზე იყო ოპტიმიზებული და მე გახდა კოდი. კი, ზუსტად. და ანუ რა არის მოკლედ კოდინგზე კარგად მუშაობს. ანუ მოდელები ხო თავიდან basically ტექსტის დამთავრებაზე ხო ანუ ძალიან ვიარდა ანუ ხო პრე-ტრეინინგი როგორც მუშაობს რა ხო დატრენინგებული ამაზე რომ რაღაც ტექსტი დაიწყო და ამთავრებ და მე ვიღაცა მოიფიქრა აი ეს reinforcement learning-ის ტექნიკა გამოვიღოთ რომ გახდეს chat ხო basically როგორ არის ხო ჩემი დატრენინგი პრე-ტრეინინგი არის fine tuning-ი და reinforcement learning-ი არის რა პრე-ტრეინინგი არის ეგ რომ just glorious auto-complete იყოს ოღონდ მართლა glorious ანუ ultra glorious მე არის fine tuning-ი სადაც discrete output-ებს ეუბნები, რომ ესეთი მინდა და ესეთი არ მინდა, ტონზე რო გინდა მაგალითად, რომ ესეთი ტონით ველაპარაკოთ, მან fine tuning-ს აკეთებენ და ბოლოს არის reinforcement learning-ი და reinforcement learning-ი არის, რომ აი რაღაც ტონი და რაღაცა კი არა, actual behavior-ი რო შეუცვალო რაღაცაზე და აი მაგალითად როგორც ძალიან სასწაული რა, ტრიტებს აძლევ თუ კარგად software engineering-ში კარგი იყოს, pre-training-ის და fine tuning-ის მერე არ არის, post-training-ის მერე არის, software engineering-ში კარგი არის რა, ნებისმიერი ელელები რა. და მაგას როგორ აკეთებენ? ვეითები რაღა როგორ? ვეითების სულება არის fine tuning-ის და reinforcement learning-იც. რა ყველაფერი ვეითების სულება, უბრალოდ სხვადასხვა ტექნიკებით. და ვეითები რა არის? და ძალიან მაშინ უყურეთ სოსოს talks October Fest-ის. ხო, აი ფაინტი. და სოს ზამანაშვილის talk-ი, რომელიც და თუ არ გადარება 48 საათიან პლეილისტი. ხო, ხარნესებზე მოკლედ ის არის, აქვია, ანუ Vercel-ს აქ ძალიან მაგარი ისა, რაც 20 სტეპიანი, ისა რომ გააკეთე own harness-ი რა. და მაგას გაუყევი რა. ნუ ბიჭო თემას. არის მაგ გაყვები რა, ქვია პროსტა და ანუ ძალიან მარტივი რაღაცები, სულ და ერთი სამი ის რომ გავაკეთე და okay, რაღაც I think I get რა სადამდე მიდის ეს და ცოტა ძალიან ნაივარი, მე გადავუხვიე, ჩემით ეს რაღაც paper-ები და რაღაცები რაც მქონდა, დავზე harness-ს კეთებ. ეხლა სანამ მივედი. პირველი არის რომ რა ფრენსეთი საინტერესო რაღაცები რა შეიძლება გაგიზიაროთ. რა თულებია? პირველ რიგში ხო ესე იგი თავიდან დავიწყე read file tool-ით, რომ პროსტა ერთი კონკრეტული ფაილი წაიკითხო. მე დავიწყე grep-ი და ეხლა grep-ი არის უბრალოდ regex-ებს ფაილებში ეძებს რა, that's it, bash, CLI-ში გამოყენებად tool-ი არის და ეხლა მაგალითად საინტერესო ტოპიკი პირველად. და რეალურად read tool-ი რა არის, რომ ჩოვე პროგრამა, რომელსაც მისცემს ფაილის მისამართს და და ზოგადად ფაილებს როგორ პოვო? კი, ეხლა უყურ ხო, ზოგადად ფაილებს როგორ ეგ იყო პირველი კითხვა მაგალითად რა. პირველი tools მე გავაკეთებდი bash, რომ run any bash. ხო, ეგეც kind of makes sense. ანუ პირველი read ფაილი დავამატე, რომ პროსტა ერთი კონკრეტული ფაილი წაიგე და კითხვების დასმა რო შეგეძლოს და ეს ანუ ინტუიტიურად რო განავითარო. სანამ ეს კოდი რაღაცები შემოვიდოდა. GPT რო გქონდა, ვიღებდი და უკოპირებდი და აი ამ ფაილში რა ხდება. მაგის ალტერნატივა რა იყო read ფაილი რო დავამატო, რომ თვითონ წაიკითხოს. მეორე რა არის, რომ ფაილი მე კი არ ჩაუგდო, თვითონ მომიძებნოს ფაილი. ეხლა თვითონ მომიძებნოს ფაილი grep-ი, ეხლა grep შეგიძლია პატერნი მისცე და ფაილი მისცე და ამ ფაილში არის თუ არა და შეგიძლია პატერნი მისცე და folder-ი მისცე და ამ folder-ში რეკურსიულად წავა და კოდს როგორ იმუშავებთ, კონკრეტულ folder-ში უშვებთ. ავტომატურად root folder-ში აქვს თომა და ავტომატურად რეკურსიულად შეუძლია ჩავიდეს მოძებნოს რაც უნდა რა. regex-ში რა გააყოლოს როგორ ხდება? ეხლა ეგა ჩემი აზრით ისეთი კითხვა, რადგან ცოტა ბევრი ვიფიქრე რა. იმიტომ რომ ხო ბევრი ვარიანტი არის, როგორ ხდება, რანაირად ხდება. რეალურად მაგას ორი პასუხი აქვს. პირველი არის რომ ეს ესენი harness-ები, რასაც ჩვენ ვიყენებთ ყოველდღიურად, რეალურად თავიდან გახსოვს ადრე ჩვენს გქონდა რა თქვა pre-indexациას აღარ აკეთებენ, ესეთი, მაგრამ რეალურად მაინც აკეთებენ, ოღონდ ძალიან მინიმალურ level-ზე, ძალიან მინიმალურ level-ზე. pre-indexაცია არის სარჩევი აქვს დაახლოებით ფაილი. ხო, რა რაღაც სენსი შეიქმნას რა პროექტში რა ტექსტები. და pre-indexაციის მერე ეგეც რაღაც bias აძლევს system prompt-ში inject-დება, actually საკმაოდ ბევრი რაღაცა რაც bias აძლევს, რა ზოგადად რა პროექტზე ხარ, რა runtime-ზე ხარ, რა კონვენციები გაქვს და შემდეგ და grep-ის ასე ვთქვათ, regex-ებს მაგითია. და ანუ read file-ი grep-ი მე დავამატეთ bash-ი. ეხლა მე დავამატეთ bash-ი. ანუ grep-ი მაგალითად აი როგორ რაღაც სიზამთრით, რომ აი
თუ გააქვს რაღაც კოდში ფაილი stripe service ხო აი stripes გაატანს grapes და ყველაფერი ასე stripes შეიცავს ამ უყურს და grapes-ზე ფართი არის რომ ანუ grapes რა შეიძლება შენით დაწერო ტიპ მე ხა მომენტ დაწერა ჩვეულებრივად არაფერი ის არის regex-ების ფაილებში მოწერა რა დიდი ამბავი რა გინდა streaming-ით გინდა იმითი შენ ამ ყველაფერს DFS-ით არჩევდი თუ BFS და ანუ ეხლა რეალურად ჩვენ რომ ნახოთ code code-იც, codex-იც და cursor-იც. grapes კი არ იყავენ ესენი თული არის rip grep-ი ქვია რა. on steroids grep. ხო, on steroids grep-ი სხვადასხვა ოპერაციულ სისტემაზე სხვადასხვა ისენი, ანუ მაგებს handle-ავს კიდე რომ რაღაც escape ხარაქტერები ისა და რეკურსიული აქტივობა. მაგას იყენებენ. მე bash-ი დავამატე. bash-ი რაც იყარ, bash-ი იმიტომ რომ bash-ი იმენა სახე გავაძრო რა. bash-ი და ძალიან fun point-ი რომ ბეში რა არის ჯერ? ბეში ანუ CLI-ში ნებისმიერი კომანდი რო გაუშვა მაგის CLI-ი რა ბეში რა შელის ტერმინალის პროგრამების ენაა ყველას აქვს. ყველას რო აქვს. და ბეში რისთვის გინდა? ბეში გინდა რომ ანუ ნებისმიერი კომანდი დაწყებული Git-ის კომანდებიდან დამთავრებული მართლა რომ დაბილდოს რაღაცა გადასწოს რაღაცა. დავიგე სამი თული ხარა. პირველი თული რაღაცები შეუძლია, მეორე თული რაღაც ცოტა მეტი შეუძლია, ბეში და ყველაფერი. That you can just use bash. ყველაფერი შეგიძლია აქამდე ორი თული რაღაცა მერეც დავამატე. აი ყველა ნებისმიერი ეს რა მაგარი რამე არის რომ ბიჭო ალბა. არა თვითონ ანუ ნახე ეს ნიკოში ამაგარი კაცია რომ რა მოიგო. არა ნახე ანუ თვითონ ანუ ამ hardness-ის კომპლექსურობა რეალურად რა ანუ ბეში რო არ არსებობდეს ძალიან კომპლექსური ტასკი იქნებოდა ბეშის აწყობა რა და რა მაგარი არის რომ ანუ ეს ინტერფეისი რეალურად არა ანუ რას ვიზახ იცი ვიღაც შეიძლება ეგონოს რომ hardness-ი ნიშნავს რომ ამ ყველაფრის შენით აწყობა ძებნები და რაღაცები და არა რეალურად hardness-ი არის უბრალოდ ჭკვიანი ადამიანის ალტერნატივა ვინც ბეშს გამოიყენებდა რა და კომპიუტერი ანუ ეგ ვაფშე წარმე რამი არის რეჟექს ის მიმახსენდება ხო იცი ეხლა რა დაიდო როგორ წუხარდი არა იმ ხალხს რომ ვინც ისწავლა რეჟექს მე ნიკა კიდე რა თულები არა ეხლა ანუ ხო ეხლა ბეშზე ფან პოინტი რა იყო ბეში ხო დავამატე და ბიჭო ვიბეში ესე იგი ანუ მამეთ ბეში თუ შეუძლია ანუ ეხლა ბეში რო დავამატე მე სისტემ პრომპტებზე უკვე სისტემ პრომპტში მე მაგ დროს დავარისერჩე რომ ის ვერიფიკაციის მოდული თურმე არსებობს ცალკე რა იმიტომ რომ ანუ npm run build და ტესტის გაშვება თუ შეუძლია ნივალების უკვე ნუ ვერიფიკაციისას დავატებული არის სისტემ პრომპტებზე ძალიან ბევრი ვიჩალი შემატე და ბიჭო, მამეთ ბეში თუ არის უკვე კომიტის გაკეთებაც უნდა შეიძლება, edit-ის გაკეთებაც და ეხლა მანდ fun fact იყო რა, რომ სანამ ანუ create და edit თულები ცალკე აქვს რეალურად რა, ყველა harness სანამ მაგას დავაწერდი, მოდი აბა გავტესტოთ რა სიზავს. ეხლა ბეში თუ არა, აი რავი რა უთხრა რაღაც შემიცვა. ანუ მარტო წაკითხვა აქვს, მოძებნა და ბეში. და ანუ იმას ქენი რა ქვია. მაგალითად Gemini-ს ვკითხე, ჯერ Gemini-ს მოდელი ხდა დაერთებული და მეთქი აი ეს მინდა რომ შემიცვალო ეხლა. შემიცვალო ეხლა და დამიწერა Python-ის მოდული, რომელიც სვლიდა ანუ ფაილს რა, ანუ JavaScript-ის ფაილს რომ და რა თავარი მასლა ბეში. ეხლა მაგარი საინტერესო ეხლა ის ანუ Python-ის მოდული დამიწერა და კლოდი ჩავრთე და კლოდმა JavaScript-ი დამიწერა. ანუ ძალიან ფანი რა. როგორ? არა, აბა რითი დაედიტებს. ანუ Python-ის სკრიპტი დაწერა რომ და Python გავუყვა რომ ის ფაილი დაედიტო და კოდი მეწერა რა. მეც რამე ედიტორი არ არსებობს? არა, მართლა კითხავს ამბავს. არა, ანუ ბეში და ტერმინალი ხო დავაედიტებ რაღაც. ფასი ბაიასი აქვს LLM-ს რომ ანუ მე რო უთხარ დამიედიტე Python-ზე არის. როგორ და echo რაღაცა შეცვლილი გლიანი ტექსტი ახლა. სად ის გალმა page შექმნა და დაიფლაიებ. ხო, მაგრამ ხო, page შექმნა და ეგ აქვს იმას codex-ი მუშაობს ეგრე რა API page-ი, ხო. და სხვა შესაძლოა real py ერთ-ერთი ცნობილი harness რომ სვანეთ OpenClaw იყენებს. სხვა ეგრე ხუთი თული რა და ვაფშე ვიღაცამ სატესტო შექმნა terminal bench-ისთვის ისეთი agent რომელსაც მარტო ბეში აქვს და benchmark-ებში ანუ ძალიან ჩამოვარდება კლოდს რა ოდნა უკან. просто quality flash. ხო და ნუ ბეშის მერე მოკლედ რაღაც ესე აკეთებდა რა ანუ კლოდი რო ჩავრთე იმას აკეთებდა რა JavaScript დამიწერე ფაილი დაედიტებია და Gemini Python-ს აედიტე Python-ით აედიტებდა რა და ნუ მაგის მერე просто create-ი და edit-ი დავამატე და ის არის რა ქვია. ეხლა მანდ მე პროსტა იმაზე გავიტევ თურმე codex აქ apply patch ერთი თული რომელიც create-საც და edit-საც ამენეჯებს და cloud-საც და ნუ რამის upsert-ი ხა იმას upsert-ი აქვს და ამას create და edit-ი ცალ-ცალკე აქვს რა და ეხლა მაგაზე საიტიდან გავედი რომ
ესეთი ძალიან კარგი ისენი არის რა. ამას ვცდილობდი რა რაღაც მისროში გავაკეთე. მეთქი ეხა პროსტა ანუ ამას თუ სხვა თულები აქვს და ამას სხვა თულები და მე ვიცი რომ პოსტ ტრეინინგის ერთ-ერთი თუ ყველაზე დამპალი ხოდი რაც არის რომ პოსტ ტრეინინგში პროსტა დატას კი არ იყენებენ ჰარნესის დატაზე აპოსტ ტრეინინგებენ ამებს და მაგიტოა რომ შეიძლება ეხა ახალი კლოდის მოდელი რო გამოვა ირა ჩატში ეგეთი მაგარი აღარ იყოს იმიტომ რომ ანუ ძალიან გადააწონოს კოდზე და პოსტ ტრეინინგებამ და ბევრი ადამიანი მაგას არეპორტებს კიდევაც რა თუ ოპუს 5 არის ნაკაუთს ვერ შევდელაპარაკებ და ანუ მოკლედ მაგისის რა იყო ერთ-ერთი რა იყო რომ ანუ მეთქი ხა მომენტ კლოდი რო ამოიღო და კოდექსში რო ჩასვა და ვაის ვერსა რა ნეტა რა ისევ კარგად იმუშავებს თუ არა რა და ანუ მე ბენჩმარკებზე რო ნახო მოკლედ რა ანუ ყველა ჰარნესის დატაზე აპოსტრენ ანუ აფაინდა ანუ ზუსტად რა თულებიც აქვს იმ კონკრეტულ კოდს მაგაზე დატანებული შენ ჰარნეს რო იგივე ტრეინინგს ხო გააკეთებინებენ და პოსტ ტრეინინგს მაგალითად ჩატზე მე ამას მაშინ პოსტ ტრეინინგის კიდე ერთ ეტაპზე software engineer-ი უკეთესე გაიჩნდას რას აკეთებინებენ იცი ჰარნესში სვამენ ჰარნესს აძლევენ ძალიან ბევრ ტესტს დავალება სადაც რა იციან უყურე input-ი იცი სამად თითოეული დავალებისთვის და output-ი იცის რა ტრაექტორიით უნდა წასულიყო თულები რა რაიმეებით უნდა გამოიძახო input output-ი ამათ ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ output-ში აქვს ტრაექტორია თითოეული იმაზე ევალებია რა და თითოეული input-ზე ტრაექტორია სად გადაუხვია მწვანეები და წითლები არის და წითლებზე უბრალოდ სად გადაუხვია ინიშნება და ბაიასი ეძლევა რომ აი ესე მაგას თვითიქნიან მაგალითად ანუ თქვა usage data ის ანუ მე და შენ რომ ვიყენებთ მაგან რეალურად აი მაგალითად შენ რა იცი მაგალითად მე გავიყენე რაღაცაში გადაუხვია მაგას ამშობლად დააჯინეს ხალხი და ანუ მაგალითებით უფრო მიხვდები რა რომ მაგალითად ყველაზე მარტივი ტესტი არის რომ ეტყვიან დააედიტა ეს ფაილი იმან თუ ბეში გამოიყენა არა და მან Python-ით დააედიტოს ეს ფაილი ეტყვიან რომ no that's wrong დასაჯე ჭალებში უნდა გაიკეთები და ეს და მთავარი მუღამი რატო არის რომ software engineer-იაში რატო გაიჩნდა კარგი და ის კოდ მომენტიც რატო არის იმიტომ რომ ultimately verifiable task-ები არის კოდის დაწერა ან დაკომპილირდება ეს დედაფეთქებული ან არ დაკომპილირდება ან ტესტები გავიდის ან არ გავიდის და მაგიტო ანუ ძალიან კარგად სკალირდება ეს post training და მაგიტო გაიჩნდა ესენი მაგრე ანუ post harness-ზე იმაშვება არის რომ harness-ში სვავენ pre training fine tuning-ებულ და რაღაც და post training-ებულ მოდელს და სად გაასხავს harness-ის იმაში და harness-ის dataset-ი აქვს ივალები და უნდათ რომ harness-ის ივალები ყველა გაიაროს თავისი harness-ის ივალები აქვს და არის კიდე ზოგადი harness-ის ივალები ხო ანუ რაღაც გამოდგმული ევალები რაც არის და ამაზე უბრალოდ ვცდილობ რომ თავის harness-ზე მოვარგონ რა მე მაკითხო opus 4 და 8-ის based-ის თუ აქვს რომ რა გაწოდლება მიიღო და opus 5-ს მაგაზე ამოწმებენ პროგრესი ათქდა როგორ აბა ერთხელაც მითხარი ანუ ახლა opus ამ და ამ დავალებაზე opus 4 და 8 ეს თუ ქოლები გააკეთა ეს არის შედეგი კი და იმისთვის ეგ არის იმას ბრმაკი არის ანუ ზოგადად ალბათ labelings ან რაღაცა ისევე ითაკეთებენ ან ხელით მართლა ზიან და რაღაც кейსებს ანუ დუდუს კითხვა იყო რომ თუ და ევალები ბოლევენეებს წყალებში დეგივე შეიძლება იყოს პროგრესის ათხდება და მან პროგრესი მან ხა ძალიან სიღრმეებში აღარჩავს და ერთადერთი რაც ვიცი არის რომ პირველი საერთოდ სხვა ვერტიკალის რაღაცეებზე software engineer-იაში გამოიყენებენ, ამიტომ უბრალოდ ფიზიკურად volume-ს ზრდიან ძალიან რა. ანუ volume-ი რაც იზრდება და რაც არ ნახულ აქამდე кейსებს. არა, dataset-ის volume-ს ვნახავ, გულისხმობ. რაც შეიძლება თქმა უნდა პარამეტრების ისეც, მაგრამ რაც ახალ იმებს ანახებ, რაც აქამდე არ აქვს ნახე, უკეთესად დაიმახსოვრე. რაღაც ჰიურისტიკები აქვს, რომ მაგალითად თუ ამ კოდის სესია PR-ი შექმნა და ის PR-ი გაიმერჯა მაგალითად. მაგ დატრეკე და ჩათვალე კარგად. ძალიან მარტივი. რა არის საინტერესო ისი, აი რო გამოდიან ხოლმე მაგალითად კლოდის ტიპები და იძახიან ან OpenAI რო აი ამაზე არ მუშაობდა ჩვენი მოდელი. ეხა გადავატრენინგეთ ახალი ვერსია გამოვუშვით. აი ეხა გამიშთა ეკითხვა რომ რა მექანიზმი არის რაც ტრეკავს, რაზე არ მუშაობდა. არა, მართლა ტიპები ეხა white dislikes ხო რა წერენ, ანუ რაღაც ანალიზი როგორ ხდება რომ აი ხშირად თქვი რა რომ opus 4.8-ში რეები არ მუშაობდა. მაგას ქვია ანუ მოახერხა მეცნიერები. ხო, ეგ საინტერესოა, კაი პოზიცია. როგორ დაადიზაინო ისე რომ ეგ data ჯერ შეაგროვო მაგრამ ეს data რომ აი ჩვენ წერა რომ თქვი რომ ეს pre-training-ი და post-training-ი და
ისა ეგ არის ბოლოს 3 რა აისბერგის წვეთ კი მანამდე არის ამდეთა შეგროვება ამის დაქლინვა და გადაქლა და ასე შემდეგ და ხო მაგრამ ბოლოს რომ გავიყენოთ ცარნესები ეხა რაზეც გამოდის ნიკა კოუდი არა ეხა მოკლედ საბაგენტებს ანუ ეხა ბოლოს დავამატე ეფრუალი და ეს ყველაფერი მოკლედ ეგ რაღაც basic ინფრასტრუქტურა აი უკვე გავტესტე ანუ იმენა გავტესტე ყველაფერი ეგენი CLI-ია თუ CLI არის CLI Yeah, of course. და ეხა იმას ვამატებ რა ქვია საბაგენტებს ვამატებ ეს ძალიან ფან აქტივობა არის ანუ ბევრი რაღაცა სწავლობ რა ნახოთ Oktoberfest-ზე შეგიძლიათ უკვე დარეგისტრირდეთ Oktoberfest-G ოქტომბერში ჩატარდება ჰაკათონი რომელსაც დევთერაპისთან და რომასთან ერთად ვატარებთ და ლავაბლი არის ჩვენი პარტნიორი დარეგისტრირდეთ და დანარჩენ პროცესს მანამდე შემდეგ ეპიზოდში იმედი ჩავწერთ და მოგესალმებით და კომენტარეთ და ლაიქეთ შემდეგ და გამოგვიწერეთ ყველგან კარგად აკა